სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. მას ჟამსაშინა რა ჟამს დიდებით შევიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე იერუსალიმში არ მიიღო დიდება რომელსაც მიაგებდნენ მას რამე თუ მოვიდა რათა გვემსახურო ჩვენ და სულითვისიც კი დაზვა ხორცნი განტეხა და სისხლი დასწია ჩვენი საცხოვრებისათვის პირველი რაც მოიმოქმედა დიდებით შესულმა უფალმა იერუსალიმში ეს იყო ტაძრიდან სყიდველ მომსყიდველთა განსხმა რომელიც ზეციური მამის სახლს შეურაცხყოფდნენ და ქვაბა დავაზაკად იქმოდნენ ეკლესიას ეს მოხდა ისტორიულად მაგრამ ჰქონდა დიდი ალეგორიული სიმბოლური მნიშვნელობაც კერძოდ წმინდა მამათა განმარტებით ეს მოასწავებდა წინასწარმეტყველურად ქრისტეს დიდებით დაბრუნებას დედამიწაზე იერუსალიმის გარეუბანში საღდრის ესე იგი საღდარის საჟელისანი რომ დაიდგმებოდა განჟად ქრისტეს მიერ ცოცხალთა და მკვდართა რაც როგორც ხედავთ ტაძარში შევიდა რა უპირველეს ყოვლისა ასევე ტაძრეულის ჩვენ სამღვდელოთა განკითხვით დაიწყება როგორც თვიდიდებული მოციქულთა თავი პეტრე გვასწავლის და გვიწინასწარმეტყველებს მერმეთ ამისა როდესაც ტაძრიდან გამოვიდა მაცხოვარი თავმომწონებით მიუთითეს ტაძარზე მოციქულებმა და უთხრეს ეჰა ხედავ უფალო როგორი შენებულებაო ესე რა ძვირფასი შენობა რა დიდებული შენობა ქრისტემ სევდანარევი ხმით უწინასწარმეტყველა რომ ფაფაზე არ დარჩებოდა აქ და მანამდე დასტიროდა იერუსალიმს რომ მრავალგზის ინება მისი მოქცევა და გადარჩენა მაგრამ არინება აქ რა თქმა უნდა ქალაქი არ იგულისხმება იგულისხმებიან ისრაელიანები რჩეულიერი შვილები და საზოგადოდ ყოველი ადამიანი რომელსაც მოუწოდებდა მას ჟამსაშინა მერმე და ვიდრე დიდებით დაბრუნებამდე ყველას მოგვიწოდებს მაგრამ რჩეული მცირედნი არიან ყველას მაცხოვარია მაგრამ მრავალთა უარყვეს და უარყოფილ დღეს განსაკუთრებით რა ითქმის შეიძლება ითქვას რომ პრაქტიკულად აპოსტახის ხანაში შევაბიჯეთ ღვთისაგან დიდი განდგომისა ამის შემდგომ დამარშვრალი უფალი განმარტოვდა და უყვარდა მას გეციმანის ბაღში განმარტოება და ლოცვა და დაჯდა მიახლენ მოციქულები რომელთაც ეგონათ რომ სრაფლ მოულოდნელად მოვიდოდათ სათასასუფლებელი და დაეკითხნენ ამის შესახებ და უფალმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა თავისი დიდებით დაბრუნების შესახებ რა მოვლენები წინა უნდა უწყდეს მას მის დიდებით დაბრუნებას როგორ იქნება სამშობლოს როგორ მოხდება განყოფა რომ განყოფა დედამიწაზე უკვე დაწყებულია ადამიანთა ნებიდან და შეხედულებებიდან თუ სარწმუნოებიდან გამომდინარე ეს აშკარად უკვე დღესაც იგრძნობა და ესე შემდეგ ამასობაში ამ საუბარში ჩაურთო სამი იგავი რომლებიც ესევე გვეზრახებიან ქრისტეს დიდებით დაბრუნების შესახებ როგორც უფალი დამწუხრებით ამბობდა თვალი აქვს და ვერ ხედვენ ადამიანები იგულისხმებიან რა თქმა უნდა ყური აქ და არის გული აქ და ვერ გულისხმობენ რადგან გაზრქა გული მათი გული განზრქა შეუფერებელი ბოროტი გულის სიტყვების გულის თქმების გამო მაგრამ ჯერ კიდევ აგრძელებს რა არსებობას სამყარო და პირველ ყოვლისა დედამიწა ჯერ კიდევ არის იმედი რომ ჭეშმარიტებას მიიღებენ ადამიანები რა თქმა უნდა არა ყველა მაგრამ მათგან თუნდაც რამოდენიმე ერთი ადამიანის სულიც კი ძალზე ძვირფასია უფალ ღმერთისთვის მზად არის არა თუ 100,000-ობით და მილიონობით მილიარდობით ადამიანის 10 მილიარდამდე მიაღწია დღეს მოსახლეობამ დედამიწის მზად არის რომ დაითმინოს მათი უჟულოება და ცოდვანი თუნდაც ერთი ადამიანი ვიდრე შევა სათასასუფლებელში ხოლო როდესაც ჭეშმარიტების მიღების უნარი აღარ ექნებათ ადამიანებს აი მაშინ კი მოვალს უფალი დიდებით განსხვავდა და გვდართა ეს წყალობა იქნება არა მარტო მართალთათვის რომლებიც მალე შევლენან ამის შემდგომ სასუფეველში არამედ ეს წყალობა იქნება უნანელი ცოდვილებისთვისაც რომელსაც აღარ ექნება დროშა მემეწოდვები და უშულოება ჩაიდინონ მაშა სადამე უფრო მეტად არ დაისაჯონ თუმცა წარწყდებიან მაგრამ იმდენად აღარ დაიჟებიან თუ კი გააგრძელებდნენ ცოდვებში და უშულოებაში ცხოვრება უფალი მრავალფერად მრავალგზის ცდილობს ადამიანის მოქცევას
მაგრამ როგორც ფსალმთა წინასწარმეტყველთა წიგნებში არის ნათქვამი, ვინ ისმინა ჩვენიო. დღემდის გაისმის მიუხედავად ამდენი უზრუნველობა, უკანონობა, ომებისა და შეურაცხყოფისა ურთიერთ გაისმის უფლის სიბრძნით დაღალული ხმა თუ შეიძლება ითქვას. აწინდელ კვირიაგეს იმ ხსენებული სამი იგავიდან ერთი იქნა ამოკითხული კერძოდ მათესაგან სახარების საკითხავი. ეს არის მესამე იგავი ტალანტზე, რომელზეც ესევე გვეზრახება წმინდა დიდებული და ყოლადქებული მოციქული და მახარებელი ლუკას, მაგრამ რამდენადმე ერთგვარად განსხვავებულია ეს იგავები, თუმცა არსებითად ერთსა და იგივეზე გვესაუბრებიან უფლის დიდების დაბრუნებაზე და თითოეულ ჩვენთაგანზე თუ რაც მოგვაგებს უფალი რითი დაგვაჯილდოა და მერმე რას მოგვაგებს ვინც როგორ მოვიხმართ ტალანტს. სხვა შორის აქედან მოდის ფიგურალური გამოთქმა ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი ღმერთმა დააჯილდოვა არა მარტო ის სამი ადამიანი, არამედ როგორც მამები განმარტავენ, ლუკასთან 10 წერია, 10 სისხლის რიცხვია ჯერ კიდევ პითაგორელებთან, სამებაზე, ანუ ყოვლადწმინდა საების კაცმოყვარებაზე მიგვანიშნებს, როდესაც განმარტავთ, რა იგულისხმება იგავში, მაშინ საცნაური გახდება, რა წყალობა მოიყო ღმერთმა ყოვლადწმინდა საებამ. 10 სისხლის რიცხვია, მაშინ სისხლით ყველა ადამიანს, როგორც წმინდა მამები ამბობ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თუნდაც ერთი ტალანტი არ ებოძა ღვთისაგან. მაგრამ ვინ როგორ გამოიყენებს, ბევრის მიმღებელი თუ ერთის მიმღებელი, აი ამაზე გვეზრახება სწორედ სახარების ეს საკითხავი. მოდით გულს მოდგინეთ, მართალია ამოვიკითხეთ, წირვაზე მოვისმინეთ, მაგრამ მეტის გამოწვლილვით და გულმოდგინებით ამოვიკითხოთ კიდევ ერთხელ მათესაგან სახარების ხსენებული იგავი და პარალელურად რამოდენიმე ადგილი ლუკას სახარებიდან მოვიშველიოთ აზრის გასაღრმავებლად. თქვენ იცით რომ წმინდა მახარებლები, როდესაც ერთსა და იგივეზე მოგვითხრობენ, ბევრ რამეს უმატებენ. ეხლა ჩვენ ვიტყოდით დეტალი არ არსებობს. ყველაფერი არსებითია სახარებაში. ისინი ერთმანეთს ავსებენ. და ბოლოს ქრონოლოგიურადაც ყველაზე გვიან დაწერა რა იოანემ სახარება, ეს არის არა იოანეს, არა მათესა, სხვათა სახარება, მათგან მოთხრობილი სახარება. მათი შემოქმედების, თუნდაც ნიჭიერების ნაყოფი არ არის. ეს არის ღვთის სიტყვა, წიგნი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს, როგორც იწყება ამ სიტყვით მათესაგან სახარება. მაშასე, მოდით კიდევ ერთხელ მივუყვრათ არა მარტო ყური, არამედ გულისყური სახარების ამ საკითხავს. ეს თქვა, ესე იგი, ეს იგავი კონტექსტში. მანამდე თქვა იგავი ბოროტსა და კეთილ მონაზე, შემდეგ 10 ქალწულზე, რომელთაგან 5 იყო გულსმოდგინე, მოშურნე და 5 იყო მცონარე და ვირამე ალბათ იგავიდან გახსოვთ და უკანასკნელ გვეზრახება ამ იგავითაც ტალანტზე. რაჟამ წარვალ კაცი გზასა და მოუწეს მონათა თვისა და მისით მათ მონაგები თვისი. აი ამაზეაო ეს იგავი. წმინდა მამათა განმარტებით კაცში მოიაზრება უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ესე იგი, ვიდრე წარვალს თავის გზას ვიდრე დაადგება კაცი ვინმე, ანუ ამ შემთხვევაში განმარტებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მანამდე თავისი მონაგებიდან მიაქციეს საგვარეულო ყურადღება, არა უბრალოდ სიმდიდრიდან, ქონებიდან, საგანძურიდან, ხაზგასმულია მახარებელთან, უბრალოდ უფლისაგან არის უფალმა წარმოსმა, მათემ ჩაიწერა ეს იგავი. ის იყო თან მოსწრე მსმენელი ამ იგავისა სხვათა შორის. მაგალითად, ასევე იოანე მახარებელი, თუმცა მარკოზი და ლუკა არ იყვნენ ჯერ კიდევ მოწაფეები. ამიტომ მან მონათხრობიდან პეტრესი და პავლესი, სხვათა მოციქულთა და ღვთისმშობელ მარიამისაგან ჩაგვიწერეს ბევრი რამ. და ამით ერთმანეთს ავსებენ, როგორც გითხარით, ეს მახარებლები თავიანთ მონათხრობში. მაშასე მონა არის უფალი, იგი წავიდა თავის გზაზე. რა გზა არის ეს? რა გზაზეა საუბარი? ან რა მონაგებზია, რომელიც მისია უშუალოდ, ეს ვისმისგან არა უღია, არც უსესხია ადამიანურ სიფრთხეში ვიტყვი, ეს მისი იყო, მისი მონაგები იყო, მისი მონაგარი იყო, ასე ვთქვათ. აი ამასთან დაკავშირებით ერთგვარ კომენტირებას აკეთებს და აზრის ჩაღრმავებას ლუკა მახარებელი, სადაც ნათქვამია შემდეგი ამ კაცზე. კაცი ვინმე აზნაური ნიშნავს თავისუფალს, მაშინ მონათმფლობელობა იყო შეგახსენებ. კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღება თავისა თვისისა, მეუფებისა და მოქცევად. ესე იგი, მარტო მონაგები ქონების კი არ იგულისხმება, ესე იგი იგულისხმება ასევე მეუფება, ძალაუფლება უნდა მოეღო. მოდით ვიკითხოთ, თუ ეს უფალია, მაშინ როგორ უნდა გვესმოდეს, რა გზა არის ეს? ამ გზას აზუსტებს, ესე იგი, ლუკა მახარებელი ამბობს, რომ შორსა სოფელსა. ეს შორის სოფელი,
სადაც წავიდა კაცი, რათა მეუფება, ანუ ხელმწიფება, ძალაუფლება მოეღო, რომელიც მას ეკუთვნოდა და ასევე მონაგები, რაც მისი შრომით და ღვაწლით იყო შეძენილი, შორსაგზასაც წავიდა. წმინდა მამათა განმარტებით იგულისხმება მკვდრეთით აღლგარი ქრისტე მაცხოვრის ამაღლებას ეცად. აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, როგორც შემოუთვალა მარიამ მაგდალენის პირით და დანარჩენ მოციქულებს. ეს თუ ასია, მაშინ რაღაც ნიშნავს თავისი მეუფების მისაღებად. გახსოვთ საყვარელო ერთ-ერთი უკანასკნელი ლოცვა გეციმანეს ბაღში, ვიდრე ვნებამდე და ჯვარცმამდე ქრისტე მაცხოვრისა. მამაო, ადიდე ძეის შენი, ვითარცა მაქმდა დიდებაი უწინარე სოფლის დაბადებისა. მას როგორც ღმერთს ძეღვთისას, ყოველთვისაც ჰქონდა, აქვს და ექნება მიუკუნისამდე ხელმწიფება, ანუ მეუფება, როგორც იგავისენით რო თქვა. მაგრამ მან გარდა მოხდა რა ზეციდან დედამიწაზე ძალი მაღლისა, როგორც გაბრიელ მთავარანგელოზმა განუმარტა ხარების ჟამს ღვთისმშობელს, ანუ ერთი სამებისაგანი, კერძოდ მეორე პირი ყოვლადწმინდა სამებისა, ძეღვთისა, ხორცნი შეისხნა, ანუ ხორცნი დაემტკიცნეს, როგორც ფსალმუნში იყო წინასწარმეტყველება, სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა. ჩვენ კაცის ნებით და თესლით მოვდივართ ამ სოფლად, ხოლო ქრისტე იესო მოვიდა სული წმინდის მოქმედებით, კერძოდ ქალწულ მარიამის ქალწულებრივ უბიწო თბეთაგან, ანუ სისხლთაგან შეისხნა ხორცნი, მიიღო კაცობრივი ბუნება. სისავსით ყველაფერი, მათ შორის უდლურებანი გარდაცვალისა. გვასწავლის მინდა სახარება და ღვთისმეტყველი მამანი გვასწავლიან შესახებ ამისა. ეს თუ ასია, რაღაც ნიშნავს, რომ ხელმწიფების მოსაღებად თავისი მონაპოვარის, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მას როგორც ზეღვთისას ყოველთვისაც ჰქონდა ის ხელმწიფება და თანასწორობა მამასთან, სულიწმინდა ღმერთთან, მაგრამ შეერთა რა შეურევლად სულიწმინდის მოქმედებით კაცობრივი ბუნება, აი ეს კაცობრივი ბუნება რომ განაღმრთო, ეს იგულისხმება საყვარელო. კეთილი აბა რაღაც ნიშნავს მონაგები თვისი, რომლიდანაც მისცა სამთავის მონას, ანუ სხვადასხვა ბუნების ადამიანი მოიაზრება აქვს. ანუ როცა ახსენებს უკამახარებელი 10 მონაში მოიაზრება ყოველი ადამიანი, აქ გითხარით სისხლის რიცხვია სისავსით გამოხატავს ადამიანთა მოწმას მი ადამიანიდან ვიდრე ქრისტეს დაბრუნებამდე, როცა მკვდარნი აღდგებიან, ხოლო ცოცხალი გარდაისახებიან სულიწმინდის მოქმედებად, სულიერ სხეულებს შეიმოსავენ მკვდრეთით აღდგარი და სულიერ სხეულებში გარდაისახება კაცობრივი სხეული მას ჟამსაშინა. ესე იგი, როგორც ფსალმუნში იყო ნაწინასწარმეტყველება, ახდა ცად და წარმოსპევნა ტყვე, სხვაგანათქვამია ნიჭები. როდესაც ერთ-ერთი უმაღლესი ანგელოზი ქერაბინი ამ პარტავნებით დაეცა და გარდაისახა სიბნელის წყვილის თავადად და აცდუნა 1/13 სინათლის ანგელოზების, ეციური ძალების, ღმერთმა აართვა მადლი, რომელიც ჰქონდა მას და იმ მესამეც ანგელოზების და აი ეს მადლი წარმოსტყვევნა ქრისტემ და მისცა ადამიანებს, მათ ვინც ესე იგი შევასასუფლებლებს, ესე იგი დაკლებული ანგელოზების რიცხვის 1/13 უნდა შეავსონ ადამიანებმა, არა ნებისმიერმა ადამიანმა, არამედ ის, ვინც დაიმარხავს ღვთისნებას და აღასრულებს, როგორც უფალი ამბობს. ესე იგი, უფალი ამაღლდა მართლაც სულთმოფენობას, როდის ჰქონდა საყვარელო ადგილი. მართალია ჯერ კიდევ მიწაზე ყოფნისას ქრისტემ ორიოდე ნიჭი, ასე ვთქვათ, მადლისა მიანიჭა მოციქულებს, მაგალითად, ღვთის სიტყვის მქადაგებლობის, საკვირველთ მოქმედების და ცოტა მიტევების, მაგრამ როდესაც სულთმოფენობას ჰქონდა ადგილი, მამამ თავისი სულის ნიჭები გარდამოუვლინა ქრისტეს მხსთელი ვნებების გამოისობით და აი სწორედ აართვა რა სატანასა და სიბნელის ანგელოზებს მადლი, რაჟამს დაეცნენ, მათ დაუტოვა ძალა, საზარელი ძალა აქვს ეშმაკსა და მის ანგელოზებს. ამიტომ ადამიანი არ უნდა იყოს არ უნდა გამოიწვიოს ბოროტის სული. არც მორწმუნება. ეს თვითდაჯერებულობა არის, ეს მზვაობრობა, ეს ამპარტავნება, სწორედ ამეთ დაეცა ბოროტის სული.
არამედ მთელი ჩვენი მინდობა უნდა იყოს ღმერთზე და მის მადლზე. რადგან როგორც უფალი გვასწავლის, ყოველი კაცი ზუარს და ამაო. ერთადერთი ვინც ამგვარი არ იყო, ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვინც კაცობრივი ბუნება მიიღო, შეიერთა შეურენელად სულმა ღმერთმა და ჭეშმარიტმა ღმერთმა და შეიქმნა ამასთან სული კაცი და ჭეშმარიტი კაცი. ყველა დანარჩენი სულ და ამაო ვარ და როგორც მოციქული ამბობს, საჭიროებთ კურნებას. და ეს კურნება მოგვენიჭა სული წმინდის მადლით, რომელიც ღმერთმა მოგზავე ქრისტეს ხსნელი ბნებებით დაარსა რა თავისი წმინდა ეკლესია. ქრისტეს იდუმალი სხეული, როგორც მოციქული პავლე უწოდებს, დასხნა 7 საეკლესიო საიდუმლოებანი წესგანგებანი და შეამყვას და აპყურა და აკურთხა სული წმინდის მადლით. ისე რომ თანაბრად ჩვენს გამოხსნაში მონაწილეობს მამაც, ძეც და სულიწმინდა ერთარსება სამპიროვანი ღმერთი. იმიტომ რომ დამოუკიდებლად არაფერს არ აქვს, როგორც თავად უფალი ამბობს, რაც მამა მიჩვენა საქმეები, მეც ის აღვასრულე, რადგან მე და მამა ერთი ვარ. მამამ ყოველივე მომცა თავისი, ამას განსაკუთრებულად საღვთისმეტყველო კუთხით ღრმად გადმოგვცემს წმინდა იოანესაგან სახარებაში, განსაკუთრებით ესე იგი უწინარეს ჯვარცმისა მის ვრცელ საუბარში მოციქულებთან და ლოცვაში ზეციური მამის მიმართ. ამ ლოცვას იგი ან ცალკე აღასრულებდა, ან მოციქულთან თანდასწრებდა. ამავე დროს ლოცვასაც ასწავლიდა. ხომ გახსოვთ, რომ სთხოვეს რომ გვასწავლე ლოცვა, აი ნათლისებლის მოწაფეები, ლოცულები, ფარისევლები, მწიგნობრები მოიდრიგა უფალმა თავისი წმიდა მუხლი და აღავლინა ლოცვა, რომელსაც მის გამო რომ უფალმა გვასწავლა საუფლო ლოცვას უწოდებთ, მამაო ჩვენო, რომელიც შეიძლება ითქვას არის შეკუმშული სახით სახარება. ყველა უპირატესი ცნება შეკუმშულად გადმოცემულია ამ საუფლო ლოცვაში. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ლოცვათა ლოცვა ქრისტიანთათვის. მას ასე ძალისებრ მამათა მიერ განმარტეთ, რაც ნიშნავდა განშორება შორეულ ქვეყანაში წასვლა, ამაღლება, რომელსაც მოყვა სულთმოფენობა. ესე იგი, დაიბარა უფალმა მონანი თვისი, 3 მონა კერძოდ, მათესაგან როგორც არის და ლუკასთან 10 და არსებითაც ეს ერთი და იგივეა. კაცთან მოდგმაზეა საზოგადოდ ლაპარაკი და არა 3 ადამიანზე და 10 ადამიანზე რა თქმა უნდა. და ამა თვით ბუნების და მიდრეკილების ადამიანები მოიაზრებენ. ყოველგვარი მიდრეკილების და ბუნების როგორც ადამიანი შეიძლება ჰქონდეს. და რომელსამე მისა 5 ქანქარი და რომელსამე 2 ქანქარი და რომელსამე 1 კაცადსა მსგავსად ძალისა თვისისა. რას ნიშნავს ძალისა თვისისა? ძალა რა თუნდა? ქანქარი იგივე ტალანტია. ტალანტი იყო მაშინ ფულის ძალიან დიდი ერთეული. ძალიან ბევრი ფულს ასე ვთქვათ აღრუსხავდა. ერთი ტალანტიც კი. ანუ იგივე ქანქარი, ეს ერთი და იგივეა. ძალისებრ მისთან ნიშნავს არა ღონეს კაცისას, არამედ შესაძლებლობას. ესე იგი, რას შესაძლოა ღმერთი ჰარალოდ კი არ ანიჭებს ადამიანს. მადლის ნიჭებს და ბუნებით ნიჭებს, ორგვარი ნიჭია. ამას ცოტა მოგვიანებით წმინდა ფილარეტ მოსკოველთან ამოვიკითხავ. არსებობს ბუნებითი ნიჭები, მაგალითად ჯანმრთელობა, სიმდიდრე, სიცოცხლე და არის მადლისმიერი ნიჭები. მაგალითად ნიჭი ღვთის სიტყვის ქადაგებლობის, სასწაულთ მოქმედების, შეწევნის, ანუ შეწევნათა უпроსტად მრავალია შეწევნა და ასე შემდეგ. ამაზე გამოწვევით უფრო მოგვიანებით წმინდა ფილარეტთან. ესე იგი ღმერთი ჰარალოდ, როგორც უკვე ვთქვით, არ არიგებს ნიჭებს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, მან უფალმა ყოველივე უწყის, რაც კაცშია. ესე იგი, ღმერთმა უწყის შინაგანი ადამიანი, ჩვენი შინაგანი ადამიანი. აი ამის და მიხედვით ანიჭებს ვის ხუთს, ვის ორს ტალანტს და ვის ერთს. გარკვეული დროით განშორდა კაცი იგი ან უფალი და დაბრუნდა მერმე. ეს მოასწავებს უფლის დიდებით დაბრუნებას, მეორედ მოსვლას. როდესაც საყოველთაო აღდგომა იქნება და არა მარტო ცოცხალი განიშებიან უფლისაგან, არამედ ყოველი შესვენებული ადამიანი აღსგება რა მდრეთით და შეიმოსავს რა სულიერ სხეულს. თუმცა ერთნი შეიმოსავენ საბოლოოდ სინათლის სხეულს მსგავს ქრისტე მაცხოვრის სხეულისა, რომელიც მას აქვს შემდგომად აღდგომისა, ხოლო სხვანი და სხვანი შეიმოსავენ სიბნელის სხეულს. და თუ აქამდე მართალთა სიხარული სასუფეველში
ქრისტეს მოსვლამდე მხოლოდ სულიერი იყო, სულით ხარობდნენ, ამას იქით სულითა და სულიერი სხეულით დატკბებიან, ანუ სრულყოფილად დატკბებიან საუკუნო ნეტარებით. ასევე პირუკუ უნანელი ცოდვილები, ვინც გამტყუნდებიან ღვთისმსამჟავროზე, თუ აქამდე მხოლოდ სულით იტანჯებოდნენ ჯოჯოხეთში მრავალგვარი სატანჯველით და როგორც ზეციური მამის სახლში ადგილები მრავალ, ასევე მრავალი ადგილი არის სატანჯველისა ჯოჯოხეთში, როგორც წმინდა მამანი საღვთო თეოფანია გამოცხადება, ესე შემდეგ საზოგადოებრივ ეკლესია გვასწავლის. და აქაც სამართლიანი ეოფალი, როგორც გაირჩები, ისე დაჯილდოვდება. როგორც შესწოდებ და გაბოროტდები ღვთის მიმართ, იმგვარად დაიჟები. ჩვენ ვხედავთ მაგალითად თეოდორას, ვასილე ახლის და სხვათა ცხოვრებაში და ესე იგი მოგონებებში, საუბრებში, ვინ როგორ იჟებოდა. აი მაგალითად ვიღაცამ რძე გააყალბა, წყალს ურევდა და ყიდიდა. ვიღაცამ ესე იგი საკუთარი ნაყოფი მოკლა, მუცლი, შვილი მოკლა. ვიღაცამ იცრუა, ვიღაცამ მოიპარა, დღეს რომ ჰარიჰარალოთ ვახსენებაში, განვიკითხე და აგრძელებენ, ვითომ გაკითხვა არ არის ცოდვა და ძალიან უშუალო, ვიკითხათ რომ მნიშვნელო ცოდვა არის. უფალი ამბობს და არამედ ცოდვილი მღვდელი, ნუ განიკითხავ რათა არა განიკითხე. ვინც რა საზომით გაზომავს სხვა ადამიანს, ჩემგან გაიზომება. უფლის საზომით და საზარელია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდა, სადაც მართალის კი ძნელად გადარჩება და გამართლდება. ესე იგი სავსებით აღარა გვაქვს ღვთის მოშიშება და ბოლო დროს და ჩვენ უკვე ვხედავთ და აღვიქვათ როგორც საზოგადოებრივ ესეთ პირადად განსაკუთრებულად ამპარტავნები გახდებიან ადამიანები და აქედან მოდის ეს არის რვაუმთავრესი ბნებიდან პირველი ბნება დიდების მოყარება, დიდების მოყარება, ვერცხლის მოყარება და ერთმანეთზე აკინძული ყველა ეს დიდი ესე იგი ცოდვები და ბნებები, რომლებიც თავის მხრივ შობენ ეგრეთ წოდებულ მცირე ცოდვებს. მაგალითად ეხლა ზოგიერთს გაეღიმება თამბაქოს მოწევა, საკოლთაო გავრცელება რომ პოვა, რომელიც არის ნარკოტიკი, სუბუქი ნარკოტიკი, ნიკოტინი შედის მასში. ნარკომანია, მეტადრე, მძიმე ნარკოტიკები. განსაკუთრებით მეტალები და ასე შემდეგ. სასარელი ნარკოტიკები, რომელიც პრაქტიკულად მალევე უსწრაფებს სიცოცხლეს ადამიანს. სიცოცხლეს ნიჭია შესავალში ვახსენეთ, აი ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს. აი ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. ღმერთმა მოგცა და ღმერთმა რომ მოგცა საყვარელო მონაგებისაგან თვისის, ანუ თავისი კაცთმოყვარებიდან და მადლიდან და ესე იგი ღმერთივე მოგკითხავს რა თქმა უნდა. ყველას მოგკითხავს. არავინ არ იქნება, ვისაც ის არ მოგკითხავს. სამჟავროზე ყველა დადგება, მაგრამ აი მაგალითად ადამიანი დაიბადა გონებას სუსტი. ვერ ფლობდა გონებას. ნება ჰქონდა დაბადებიდან პარალიზებული. მასთან როგორ იქნება, კითხულობს ზოგიერთი. როგორც ასეთი, ის არ განიკითხება ღვთის სამჟავროზე. მას არ ჰქონდა თავისუფალი ნება და გონება, რომ განესაჯა ავიდა კარგი რა არის. ბავშვებსაც 7 წლამდის მამათა სწავლებით ასეთი განსჯა არ ექნებათ, როგორც დასულ ადამიანს. ესე იგი, ისეთი მძიმე, რადგან 7 წლიდან ადამიანი უპირატესად იწყებს ავისა და კარგის, ნათელისა და ბნელის გარჩევას, აი ამიტომ სავალდებულოა ეკლესიაში 7 წლის ასაკიდან თქვას ახსარება. ხოლო მერმე და ზოგიერთი მამა მიიჩნევს, რომ ეს არის არა 7 წლის ასაკი, არამედ 12-ის. უპირატესად უფრო იხრებიან მამები, რომ 7 წლის ასაკიდან იწყება ადამიანში ბოროტისა და კეთილის გარჩევა. და დადგება სამჟავროზე კაცად, ისე როგორც ზრდასრულები. მაგრამ ღმერთი არის რა კაცმოყვარე, მისეც ჩვენი გადარჩენი საბაბს ეძებს ადამიანში, რომ აცხოვროს. რა თქმა უნდა, ცნობილი გამოთქმა რომ მოვიხმაროთ ბიძაშვილ მამიდაშვილობით ის არავის არ გადაარჩენს, მაგრამ გაითვალისწინებს გარემოებებს. სად რა გარემოში დაიბადა, როგორ ოჯახში, როგორი საზოგადოება იყო და ასე შემდეგ და რაც ყველაზე მეტად მაოცებდა და მაოცებს საყვარელო ის არის, რომ აი როდესაც ჩვენ ვახსენეთ, რომ უფალი როცა გამოვიდა გეციმანიაში და საუბარი დაუწყო კითხვაზე პასუხად მეორედ მოსვლის შესახებ, აი ესეც დასძინა, ნოე ახსენა მართალი. წაროვნამდე ვიდრე ნოე კიდუბანში შევიდოდა მართალი ნოე, იყო ჭამასმაც, როგორ ვამბობთ ხოლმე, დიდად შესარგი, ქორწინება, განქორწინება
როგორც დღეს ვიტყოდით, გრიალით აგრძელებდნენ ადამიანების ცხოვრებას. ნოეს ქადაგებას არათუ არ ისმენდნენ, აბუჩად იგდებდნენ. ჯერ 100 წელიწადი უბრძანა ეხადაგა, შემდეგ 20 წელიწადი ქადაგების, ეს მისი კაცთმოყვარეობის სულგრძელების გამოხატულება უფლისა, მაგრამ 120 წლის განმავლობაში და რა კი აღმოჩნდა, რომ სიკეთე მათგან მიუღებელი იყო და ჭეშმარიტება. ამიტომ ნოეს უბრძანა შეეყვანა ცხოველ ფრინველი, შესული იყო თავად დაუგმანა ესე იგი სარკმელი და წამოვიდა ბრისხანების 40 დღეზე მეტი ხანი წვიმდა. მიუბრუნდეთ სახარების საკითხავს, მოკლედ მისცა თვითონს 5, 2 და 3, 1 და თვითონ განშორდა, ამაღლდა დაბრუნდა უფალი მათთან და მოიკითხა რაც მისცა. და უბრძანა როგორც ლუკა აზუსებს მათ ეს არ არის ნათქვამი, აქნიეთ, ივაჭრეთ. ბრუნვაში მოაქციეს, ივაჭრეს. ერთმა ვინც 5 მიიღო 5 მიუმატა, მეორემ ესე იგი 2 ესე იგი 3 და ერთმა არაფერს არ მიუმატა, აიღო და მიწაში დაფლა. და თავი როგორ იმართლა? პირველი 2 გაამართლა უფალმა, დალოცა კეთილგონიერებისათვის და კიდევ 5 მისცა. და მეტი ძალაუფლება მისცა, ამით ნათქვამი არის და მეტი ნიჭები მისცა. დიახ, ჩვენ ნიჭები, რომელიც მივიღეთ თუ ღირსეულად მოვიხმართ ამ ნიჭებს, ნიჭზე მოგვემატებას ეციურ სასუფეველში. საერთოდ ქრისტიანობის საიდუმლოება ეს არის ღმერთთან დამსგავსების, ანუ გაღმრთობის საიდუმლოება. ამას უნდა ვიხმოდეთ. ამად აღვასრულებთ ცნებებს უფლისას, მივსებთ მის ნეტარებებს, ვცდილობთ სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ. ეს არის კეთილგონიერი გამოყენება იმ ნიჭებისა, რომელიც თვითონ ჩვენთანაც ქრისტიანებს ემბასიდან მოგვეცა. ყველას კი მიეცა ბუნებითი ნიჭები. არ არის ადამიანი, რომელსაც ერთი ნიჭი მაინც არ მისცა უფალმა. თუმცა ზოგი ამასაც ვერ ცნობს და არ იყენებს აქედან გამომდინარე და უდარდელად გადის ცხოვრებას და როცა უფალთან მიხავს ანგელოზებს, აღარაფერი აქვს სათქმელი თავის სამართლებლად. მესამეს არ უყვარდა თავისი უფალი. ამიტომ მას ესე იგი როცა მოსთხოვა დაუბრუნა ის ერთი რომ და უთხრა რომ ფიცხელი ადამიანი ხარო, სადაც არ დაგითესია, იქ მოემკიდა, სადაც არ გაგიბნევია, იქ შეიკრებო. ამიტომ შემეშინა ეს ტალანტი არ დამეკარგა და მიწაში ჩავფალე. ესე უხმარი იყო. აი მაგალითად ნიჭი მიეცა, სიტყვაზე ვამბობ, მოწყალების და არის უმოწყალო და უგულისხმო. ადამიანს ნიჭი მიეცა, ღვთის სიტყვა იქადაგოს და არ ქადაგებს, არ იყენებს ამ ნიჭს და უამრავი სხვა ნიჭები არსებობს. ადამიანი უბრალოდ არ იყენებს არც ბუნებით ნიჭებს და არც მადლიან ნიჭებს. ეს მესამე კი არ დალოცა საგვარელო, არამედ შერისხა. თუ კი აკი იცოდი რომ ფიცხელი ვარ, ნიმის ნაცვლად რომ ბრუნვაში მოგექნია და სად რომ ყოფოდი, ესე იგი მოსაწონი გამხდარიყავი ჩემს თვალში, შენ ისიც კი დაკარგე დაფალი რაც მოგეცა. ამიტომ ვისაც გონია რომ აქვს, მაგრამ მოვეღება. ესე იგი როგორ ქვია ამას ქართულად, აქვს და არც აქვს. ქონდა და არც ქონდა. ასეთ ქონას რა ფასი აქვს, თუ არ გამოიყენებ ამ ნიჭს. ამიტომ ვისაც გონია რომ აქვს და სინამდვილეში არ აქვს, იმიტომ რომ არ იყენებდა, მოვეღება ის ერთი ტალანტის, მიეცემა და მიემატება იმას, ვინც შეზინა სხვა 5 თუ მრავალი სხვა და მოიგო. ამის შემდგომ უფალი უშუალოდ მოაბანს წინასწარმეტყველებას, რა საზარელი ტანჯვაწამება იქნება ჯოჯოხეთში. არაჩვეულებრივად განმარტავს სახარების მოცემულ ადგილს, რომელსაც ვკითხულობდით, წმინდა ფილარეტ მოსკოველი. ისეთი მძიმე და გაუგებარით რომ მოვიდა, რომ ზოგიერთი ამაზეც გაგვაკრიტიკებს. ძალიან შეშინებული არა ეს მოძღვარი, სულ ცდილობს ფრთხილად ილაპარაკოს, რამეს შარი არ მოუდონ. ეს მე იუმორით ვიტყვი, რა თქმა უნდა, მოკლედ ვიტყვი ასეთების გასაგონად ზაღლიყებს ფარამიდის. თქვი და ამით დავასრულე. ეხლა შარს იმაზე მომიდები, რომ რატომ მოყავს რუსი მამებიდან ციტატები. ერთმა მითხრა ასეთი. გიყვართო? რა თქმა უნდა. რუსი მამაც მიყვარს, ბერძენის, ბულგარელის, ქართველის და რაერონების და აფრიკელის. არიან იქაც მართლმადიდებლები და არიან ყავწმინდანები. სპარსეთში ჯერ საპორ მეფის დროს
ყავდათ ათასობით მოწამე, ქრისტესთვის ეწამენ პირველ საუკუნეებში, გარიჟარზე ქრისტიანობისა. და რატომ არ უნდა მიყვან? ეროვნებით განსხვავება სარწმუნოებაში იყო მწვალებლობა, რომელიც ერთ-ერთ კრებაზე დაგნეს, ფილეტიზმი ეწოდება. სარწმუნოებაში არ შეიძლება ეროვნების განსხვავება. ყველას ვეთაყვანე, ვინც ღმერთს ადიდებდა, ვისაც უყვარდა და ვის დაამოწმა მისდამი რწმენა და სიყვარული, მათ შორის რუსი მამები. ფილარეტ მოსკოველი რატომ მიყვარს, გინდათ გითხრათ? იმიტომ კი არა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ რუსია, თუმცა მე არც რუსი მძულს და არც ამერიკელი. აქ თუ ლაპარაკია ხელისუფლება, ეს სხვა არის, მაგრამ ადამიანის სულ სხვა ფასეულობა, ჩემო საყვარელი. იმიტომ მიყვარს, რომ იყო ძალიან მომთხოვნი, კაცრი, მეც ხომ ბუას მეძახით, ზოგიერთები, კაცრიაო. აგერ უკვე გარემრევლებიდან დამიწყეს ლაპარაკი, რომ კაცრია. კაცრი, მოძღვარი და მომთხოვნი უნდა იყოს, სასტიკი და ულმობელი და უსამართლო არ უნდა იყოს. გამიგეთ საყვარელი. კაცრი და მომთხოვნი იყო. და იყო არაჩვეულებრივი მქადაგებელი, ღრმა მცოდნე წმინდა წერილისა. და რაც ყველაზე არსებითია, წმინდა და უბიწო ცხოვრებით განვლო ეს ცხოვრება. და რა უნდა მიყვარეს აბერტი გეკითხებით. ამიგავში კაცი შემოქმედ ღმერთსა და განმგებელს აღნიშნავს, ამბობს წმინდა ფილარეტი, რომელიც თავის მონებს, ანუ ყოველ ადამიანს სხვადასხვა ნიჭებს აძლევს ბუნებრივთა და მადლმოსით, განსაკუთრებით კი ღმერთკაც ქრისტეს. ესე იგი ქრისტეს ნიჭია, წყალობა ზეციური მამისა, რომელიც ჩვენ მოგცვა. იოანესაგან სახარება სწორედ ამ სიტყვებით არიწყება, ესრეთ შეიყვარა მამამ ეს სოფელი, წუთი სოფელი, რომ ძეთთვის მხოლოდ შობილი მოხსა მას. და როგორც მოციქული პავლე ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს, ქრისტესე ახდა მაღალსა და მისცა იგი ნიჭად კაცთა. იგია მარადიული შუამდგომელი კაცთა მოდგმისა წინაშე ზეციური მამისა. მოგცა ამასთან ქრისტესთან ერთად ნიჭები ისეთი, როგორიცაა სულიწმინდის ნიჭები, რომელიც მესამე თვამო მისი მხსნელი ვნებების გამოისობით მოგვენიჭა ადამიანებს. სახარება, წიგნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, ესეც უფალს უკავშირდება, არაფერი არ არის, რაც ღმერთს არ უკავშირდებოდეს მის წმინდა ეკლესიაში და ადამიანის ხონების საიდუმლოებაში. ასევე მოგცა საიდუმლოებანი 7 საეკლესიო და იგულისხმება რიტუალები, მარხვა და ყოველივე რაც განაწესეს წმინდა მოციქულებმა და წმინდა მამებმა. და ასევე საერთოდ ყოველი თვისისა ღმრთებისა ძალის საცხოვრებელად მოგვანიჭა ჩვენ მეცნიერებითა მისდა, რომელმან იგი მიჩინა ჩვენ თვისამას დიდებასა და სათნოებასა, როგორც ნათქვამია პეტრე მოციქულთან მეორე ეპისტოლეში კერძოდ. ესე იგი ღმრთების მთელი ძალი მისცა ადამიანებს სრუთა და ამაოდ, რათა გაემდიდრებინა და ამწით ეცხოვრებინა. მაგრამ ადამიანმა რომ მიიღო როგორც წყალობა და რა დამსახურება, მან ღვაწლი უნდა გასციოს, რომ სიქადული ჰქონდეს ღვთის წინაშე. თუმცა როგორც არ უნდა გაისარჯოს და იყვაწოს, რა თქმა უნდა, უპირველესად ყოვლისა ის, რასაც ღმერთი აძლევს მას, თქვათ სიხარულს, ნეტარებას, საუკუნო ცხოვრებას, ეს პირველ ყოვლისა არის ღვთის მოწყალება. თვით ანგელოზებზეც კი საყვარელო ნახეთ ესაიასთან რა არის ნათქვამი. შედარებული არიან სინათლის ანგელოზები, მეორე ნათლად წოდებული ყოვლადწმინდა სამების პირველი ნათლის შემდგომ, მათზე ნათქვამია უფლის მიერ, რომ ესენი მათი სიწმინდე არისო ჩვარი, რომელსაც დედაკაცი დედათა წესის დროს ხმარობს. პირველად რომ წავიკითხე სემინარის სტუდენტები და გავოგმდი, თავად უფალი აკეთებს ამ შედარებას. ესე იგი ღვთიური სინათლის წინაშე თვით ანგელოზთა სინათლეც არაწმინდება, ჩვენზე რაღა იტყვის ჩვენს სიწმინდეზე. სრული არარაობანი ვართ. და ეგ არის ყველაზე საკვირველი, რომ არარაობანი ღმერთად გვაქცია თავისი მადლით. ხშირად გვითქვამს, ღმერთი ღმერთია ბუნებით, ხოლო ღმერთი ადამიანს ღმრთად ხდის მადლით, რომელიც მან მოგვიპოვა კიდევ ერთხელ B4 თვამბო. ეს სხვადასხვაგვარი ტალანტები მოგცა კაცას მსგავსად ძალისათვის, როგორც მათესაგან სახარებაშია ნათქვამი. ანუ სავსებით დამაკმაყოფილებელად ჩვენი ცხოვრებისეული მოთხოვნილებებისათვის. აქ ბუნებითი ნიჭებიც იგულისხმება. მოციქულებმა სულთმოფენობას, ეხლა მიაქცეთ ყურადღება. 64-ში როცა იყო ადამ და ევა ცოდვით დაცემამდე არანაირი ეს საჭიროებანი ხნა, თესვა, შრომა და არ ქონდა, მაგრამ აკურთხა ისინი სულიერ ღვაწლზე. კერძოდ სამოთხისეული ხელმცენარეებისათვის უნდა ეპატრონათ, ეზრუნათ.
როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი განმარტავს ზოგიერთი სხვა მამა ამაში მოიაზრებოდა ის რომ ადამ და ევას სოდვით დაცემამდევე უბრძანა ღვთაებრივი აზრების განჭრედა ეს იყო მისი საზრდელი ეს იყო მისი ნექტარი ეს იყო მათი ამბროზია მოკლედ რო ვთქვათ მაგრამ რა კი ეს არინებეს ეურჩნენ ღმერთს გამოხდილი იყვნენ აპარტავნების გამო ეშმაკისაგან არნებისმიერ ადგილას გამოხდა 60-დან არამედ სწორედ იქ დედამიწაზე რომლის თავად ქრისტეც ამოწმებს არის ეშმაკი ეს არინდობე ყოვლადწმინდა ღმერთის სავანე სასუფეველი ეჰა შენ ვისაც უსმინე მიდი მის სამეფოში დედამიწაზე ყუროს თვალსა და ეკალს აღმოგიცენებს მიწა შენი შრომის ნაყოფად ჭაპანწყვეტაში იქნები ჭირვარამში კიდე რა სიტყვი მოიგონო ქართული როგორც ახასიათებს როგორია მიწიერი ცხოვრება წარე და მარილიანი როგორც ეს ღვთაებრივ საგალობელშია ნათქვამი აი ეს მიიღე შენ ცოდვის შედეგად მაგრამ რამდენადაც დიდ სინანულს შევარდნენ და განიცდიდნენ ღმერთმა უბრძანა 60-სთან თავდაპირველად დასახლება ყოველ დღე მოდიოდნენ 60-ის კარში სადაც მათი ურჩობის გამო ესე იგი ზეციური ქერაბინი და მოტყინარი ცეცხლოვანი ესე იგი მახვილი ჩაუყინა რომ აღარ დაბრუნებულიყო თვითრჩულობით დაკარგეს თვითრჩულობით 60-ში ვერ დაბრუნდებიან მას როგორ დაბრუნდებიან ვინ ექცა მათ გზად ცხოვრება ჭეშმარიტება 60-ის კარად ექცა ერთი სამებისაგანი ზეღვთისა ხოლო ჩობილი სულიწმის მადლითა და თვიშოელ მარიამის ფეთაგან მოსული ჩვენისა ცხოვრებისათვის ამ გზას უნდა დავადგენ ამ გზას უნდა შევუდგეთ ამ გზას უნდა მივსდიოთ სხვა გზა ცხოვრება ჭეშმარიტება 60-ის კარი არ არსებობს საყვარელო უბრალოდ რა თქმა უნდა ბევრი შრომა ჭაპანწყვეტა ტკივილები გველოდება მაგრამ როგორც ფრანგები მოკლედ და გასაგებად ამობენ ასეთია ცხოვრება 60-ის დაკარგვის შემდგომ. მაგრამ ღმერთმა არ დაგვიტევა დაცემისთანავე აღვიდგა რომ დედაკაცისაგან დაცემულს ქალწულისაგან მოგვივლენ და ხსნელს, რომელიც აღმოჩნდა ღვთისმშობელი მარიამი, ქალწული მარიამი. მერვე აქ დედამიწაზეც მოგცვა ერთგვარი ნუგეშინის ზემანი. მაგალითად, როდესაც შვილი შვა ევა, პირველი შვილი, ეს დიდი ნუგეშინის ზემა იყო მისთვისაც და ადამიანისთვისაც. მაგრამ იყო რა ცოდვის ნაყოფი, ამიტომ ის კაენი აღმოჩნდა და აბელი მოკლა. დღეინდელა დღემდეს სიბნელეს დევნის სინათლეს, სიცრუე ჭეშმარიტებას და ესე შემდეგ. მრავალფერად შეიძლება ის გამოითქვას. მაგრამ უფალ ღმერთს თავადი ამ სოფლის ვერ სლევს. ის არის ძლეთამძლე. მან თავისი ბრჭალით დაიმორჩილა და თავისი განკაცების სამჭედურით წარმოსწევნა ეშმაკი. ჯვრით, რომელიც დაჟის უკანასკნელი და სამარცხვინო იარაღი იყო, გახადარა საკუთარი ჯვარცმით, სისხლის დათხევით და ხორცთა განტეხით ყველაზე უფრო ძალმოსილი ძლევთ ეშმაკს. აი როგორც კონსტანტინე დიდს პირველ ქრისტიან მეფეს სპარსელებზე ლაშქრობის დროს გამოუცხადა ჯვარი ეჩვენა ცეცხლში და ეწერა და ხმა გლოსოლალით მოისმა ამით ძლევ, ანუ ჯვრით, ამით გაიმარჯვე. და უბრძანა კონსტანტინე დიდმა სულჩზე სამხედრო აღჭურვილობაზე, ფარზე, ხმალზე, ყველგან მართვილზე გამოსახეს ძლევის სიმბოლო ჯვარი და ბევრად მრავალრიცხოვან ლაშქარს ძლიეს. ეს მოხდა ისტორიულად, მაგრამ ეს არის ერთგვარი წინასწარმეტყველება ჯვრის ცხოველს ყოფილ ძალმოსილებაზე. ჩვენს ცხოვრებაში ჯვარი უნდა გვიცოდეს. აი ნახეთ, დედაკაცი და მამაკაცი ჯვარს როცა იწევს, შუა ტაძარში ხატის გარშემო ჩვეულებისა უპირატესად აღდგომის ხატი ასვენია, თუ ესათვის დღესასწაული არ არის კიდევ საუბრო. და მის გარშემო უნდა შემოატაროს. ეს წრე განასახიერებს მის ცხოვრებას, მიწიერ ცხოვრებას. ესე იგი, მღვდელი აწვდის ოლარს, აი ეს არის ოლარი. აწვდის ოლარს. ოლარი არის ორნაწილიანი, ქრისტეს ორ ბუნებას განასახიერებს. ესე იგი, სიძე პატარძალს ხელს მოაკიდებინებს მარჯვნივ და მარცხნივ და შეუდგებიან მღვდელს, რომელთან ერთადაც და ვისი წინაწვანებითაც მღვდელი განასახიერებს ეკლესიას ამ შემთხვევაში. ხელში ჯვარი უნდა ეყრას, ეს პიპიკონურად განსაზღვრულია მკაცად ყველაფერი. მეორე ხელით უნდა აკმევდეს, ეს სულიწმინდის მოქმედებას განასახიერებს, საცეცხლური ღვთისმშობელ მარიამს. აი ეს მადლმოსილება რომ შევაჯამოთ, უძღვის წინ უნდა უძღოდეს
წინ ნეფე პატარძლის ცხოვრებას, აწმერე უკვე ცოლკვრისა. სამგზის სამების სახელზე შემოუვლიან წმინდა აღდგომის ხატს, რომელიც სასუებას აქვთ ქრისტიანებს და ნერმეღა ესე იგი სრულდება საიდუმლოება და ლოცვა. ძალიან დამაფიქრებელი რამ არის. ეკლესია არა მარტო სიტყვით, თუნდაც ამ შემთხვევაში, არამედ სიმბოლურ ალეგორიული მოქმედებებითაც, არა მარტო საგალობლებით, ჰიმნებით და სხვა სამოციქულო სახარებით, ქადაგეს დაუღამებელ ჭეშმარიტებას, ქრისტე მაცხვარსა ჩვენსა. იგივე აღესრულება და დღესაც აღესრულა ამ და სხვა მართლმადიდებლო ტაძრებში წირმა, სიმბოლურ ალეგორიულად იქნა მოგონებული ესე იგი საღვთო ისტორია ქრისტეს შობიდან ვიდრე მის აღდგომა ამაღლებანდის. მრავალფერად ქადაგებს ღმერთი ჭეშმარიტებას. სიბრძნე უნდა მოვიპოვოთ. სიბრძნე მოიპოვება წმინდა ცხოვრებით. წმინდა ცხოვრების გარეშე შეუძლებელია ნეტარი იყვნენ ამბობს უფალი ცხრა ნეტარებაში. წმინდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილონ. მხოლოდ გულით განწმენდილები შეუფერებელი გულის სიტყვებისა და ცოდვებისაგან უშულოებათაგან გახდებიან ღირსნი, რომ იხილონ ღმერთის დიდება და არ იფიქროთ, რომ ეს იქ იწყება სასუფეველში. არა. ღვთიური დიდების გემოსხილვა ქრისტიანისთვის, ვინც ღვთის სასულეებითა და რწმენით ცხოვრობს და საქმო ტრფიალებას მოიპოვებს, დედამიწაზე იწყება. წმინდანები დედამიწაზე გნებავს გადატანითი მნიშვნელობით, გნებავს პირდაპირ მნიშვნელობით ბევრი მათგანი. სამოთხეში იყო რაღაც შორს წავიდეთ პავლე მოციქული. და რამოდენიმე ერთ-ერთი მონაზონი მაგონდება კიდეც, რომელიც მწარისი ცხოვრება ჰქონდა. 100-მდე ძმავს აჭმევდა, ასრულებდა დილის 3-4 საათ დაიწყებოდა მისი მოღვაწეობა გვიან ხამით, ესე იგი 12 პირველ საათამდე. მთელი მონასტერი დაპურდებოდა, დაწვებოდა, მოისვენებდა, ჩაჯდებოდა ის ნაკვერცხლებთან, დაждდებოდა ბუხართან, ჩააშტერდებოდა და თავის თავს ეთქოდა. შესაცოდაო, ყველა ცხონდება, ამ მონასტერში ერთი შენ წარწყდები. და ამ დროს ყველაზე მეტ გარჯაში იყო და მოღვაწეობაში. ამიტომაც იყო თამდაბალი. თავის თავს კი არ მიეწერდა ღმერთს და როდესაც 2 საათი როგორღაც იზინებდა, 2 საათით ღმერთს აყავდა სამოთხეში და უკვე სიცოცხლეში გამზადებული ქონდა რა როგორც თავის წინამძღვარს იღუმენს უთხრა გამოცხადებით, რომელიც ესევე აიყვანეს იმ ღამეს და უთხრა რომ ეს რა ადგილიაო, შენიაო და კი, ჩემი არისო ეს. ღმერთმა სიცოცხლეშივე მიბოძაო სამოთხის ეს სავანეო. აი მაგალითად მოძღვარიც და დაუშვათ გადარჩა, პატიოსანი წესიერი მოძღვარი იყო რა, გადარჩა. მისი სულიერი შვილები საზოგადოდ მიდიან წმინდად იცხოვრებენ სამოთხეში და კერძოდ მისი მოძღვრის სავანეში. ანუ განუყრელია სულიერი მამაშვილობის საიდუმლოება, სიყვარული აქვს. ეს დედამიწაზე იწყება, მაგრამ არ სრულდება ზეცაში. ასე თუ ყოველ სიტყვას გამოვეკევით, ჩაუღრმავდით სხვა ნიუანსებს შევეხეთ, დღე და ღამეები არ გვეყოფა ამის განსამარტად, ამიტომ მიუბრუნდები კვლავ და შენდობას ვთხოვ წმინდა ფილარეტს სიტყვა, რომ ზედმეტად ეგების გამიგრძელდა. მაშასე ყველას კაცად მოგცა ძალისათვის ისე, ანუ როგორც გამოვიყენებდით დამაკმაყოფილებლად ცხოვრებისეული მოთხოვნილებისათვის. მოციქულებმა სულთმოფენობას განსაკუთრებული მადლმოსილი ნიჭები მიიღეს. ეხლა ნაგეთ ერთგვარად იერარქიულად შეავლებს თვალს, ვის როგორ რატომ მიეცა ეს მეტი და ნაკლები ნიჭი. მოციქულებს სულთმოფენობისასთან სულთმოფენობას ყველა არ ყოფილა. არც იმ 500 მოწაფიდან, რომელიც ქრისტეს ყავდა ამაღლებამდე. მხოლოდ მოციქულებს და ღვთისმშობელ მარიამს მიეცათ ეს სისავსე ნიჭებისა და განსაკუთრებული მადლმოსილი ნიჭები. რატომ? რადგან საჭირო იყო მათი დიდი მსახურებისათვის, მოციქულებრივი მსახურებისათვის, მთელი იმ დროინდელი მსოფლიო რომ მიმოხვლეს და მოფინეს ღვთის სიტყვა, საჭირო იყო ეს დიდი მადლი. მართლაც ხომ ესია, აი მაგალითად სიტყვაზე რაც გამახსენდა, ჩაკუჩი არსებობს არსებობს ურო და არსებობს პატარა ჩაკუჩი. გრდელზე უფრო მძიმე სამუშაოები სრულდება, გამოკვერა და სხვა, ხოლო პატარა ლურსმანი არ საჭიროებს უროს. პატარა ჩაკუჩითაც და ქვითაც კი შეიძლება მიაჭედო. აი ესევე ვის როგორი საქმე მისცა დავალება ადამიანურად, ისეთი ნიჭი მიეცა ღვთისაგან. ჩვენ რომ მოგვეცეს დიდი ნიჭი და არ გქონდეს გულისხმა და არ ვიქნოდეთ არაფერს, უფრო მკაცრად მოგვეკითხება ჩვენ, რომ ბოროტ მონასავით დავფალით. ამიტომ ამის თხოვნა ეს მომეცი, ის მინდა,
ისაკასური ამბობს ეს იმას გავს, რომ მეფესთან მიგიხმოდა გითხოვს, თხოვე რაც გინდა და აგისრულებოდო. შენ შეგეძლო სასახლეების თხოვ და ნაკელი რომ თხოვ, განააგისრულებს სრულს, შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს და დააშევინებს შენ თავს მსახურებსო. მაშ რა უნდა ვითხოვთ ბოლოს და ბოლოს? უფალო შეგვიწყალე. შეწყალება უნდა ვითხოვთ. უფალო შეგვიწყალე, აი ძირია ყველა ლოცვის, ადრე პატერიკული მოთხოვდა მოვიყვეთ, თავს აღარ შეგაწყენთ და სოდვათა მოტივება უნდა ვითხოვთ. მან მერმე უკვე უფალმა დიდი სიბრძნით და განგებულებით უწყის ვის რამისეს. თქვენ როდესაც სადილს აპირებთ, ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს. დღევანდელი ჰიგიენის წესები მოითხოვს, თუ ხელები დასვრილი გაქვს, აუცილებელია გადაიბანო საპონით სიხმარო და სხვა საშუალებად თუ უფრო მძიმე შემთხვევაა. მაგალითად ქიმიურ ნივთიერებებთან ქონდა საქმე და სხვა. და მხოლოდ მერმეღა დაჯდეთ და ისადილოთ. ასევე, როდესაც ვიდრე უფალს მიახლები, ხელი კი არა, ხელი, გული, სული, ყოველი ნასხამი, ყოველივე უნდა იყოს განწმენდილი ღმერთთან რომ იყოს. არავინ არ იფიქროს, რომ მე ამას სასუფეველში შევარ, იქ დიდი მადლია და განვიწმინდები. ხოი კაცო, ვით არ შემოხეთ, ნადიმს ამას კითხავს უფალი, ერთ-ერთი იგავიდა როგორც სხვა. რამე თუ სანადიმე სამოსელი არ აღმოსე. სპეტაკი, თეთრი სამოსელი არ გმოსია და აქ როგორ მოხდიო და უბრძანებს ანგელოზებს გარესკნელში ან ქვესკნელში ჩაგაგდო. ნახეთ, ქართულში როგორი გაგება. ზესკნელი, ქვესკნელი, გარესკნელი. ჯვარი გამოისახება ამ სიტყვებში. ზესკნელი არის სასუფეველი, ქვესკნელი ჯოჯოხეთში, გარესკნელი ჯოჯოხეთის ესა თუ ის ადგილები, ნაკლებ მტანჯველი. ყველაზე დიდი ტანჯვა არის ქვესკნელში, გენიაში. იქაც არის მრავალი ადგილი. ყველა ცოდვილი მძიმედ შემცოდე თუ ნაკლებად შედარებით ერთ სატანჯველში არ მედის. ცოდვების და მიხედვითაც უკვე ვახსენე, განირჩევიან ისინი, ვიცაც არ იგზავნება. მაგრამ ჯოჯოხეთში, სადაც არ უნდა იყო, ყველგან ტანჯვა, ყველგან უნუგოჩუდა. სასუფეველში, სადაც არ უნდა დაგადგინოს ღმერთმა ანგელოზთა ხელით, ყველგან სიხარული არის. 9 დასი ანგელოზი, 9 დასი წმინდანი ხარობს და ნეტარებს. ოღონდ ერთნი მეტად იმის დამიხედვით უფრო ახლოა უფალთან და მეორენი ნაკლებად. ამაზე ადრე გვისაუბრეთ, თავს აღარ შეგაცხადეთ. მას ესე იგი ყველაფერი ღვთისაგან, ღვთის განგებულებით მიიღო. მოციქულებმა სულთყოფილობას განსაკუთრებული მადლმოსილი ნიჭი მიიღეს. კერძოდ, საჭირო მათი დიდი მსახურებისათვის, მათი მემკვიდრენი მწყემსნი ეკლესიისგან, ანუ მღვდელმთავრები პირველ ყოვლისა სამღვდელო იერარქიის საზოგადოება, იმიტომ რომ დაბალი სამღვდელოება, მღვდელი და სამღვდელო დიაკონი მადლით და ხელმწიფებით დამოკიდებულია შულის მიერ მღვდელმთავარზე. მის გარეშე თუ კი შეუწყვეტს უბრალოდ არაფერი აღარ იქნება მას. ამიტომ პირველ ყოვლისა წემსებში, რა თქმა უნდა, მოიაზრებიან წმინდა მღვდელმთავრები. ხელდასხმის საიდუმლოებაში ასევე საღვთო მადლის კეთილსახმარ ნიჭებს იღებს წყევსნი ეკლესია და სამღვდელო იერარქია. იღებენ ესენი საღვთო ხელდასხმით. უძლურთა მკურნალი რომალის და ნაკლო ლევანთ აღმოსავლეთ ეს სიტყვები იხმარება ხელდასხმის ქიროტონის დროს სწორედ. ყოველი ქრისტიანის ახლა აი მღვდელმა გამკურნა მღვდელი კი არ გქონავს. კურნავს სულიწმინდის მადლით. უფალი კურნავს. მღვდელი ვიღა, მღვდელი არის შუამდგომელი ამ შემთხვევაში მასა და ღმერთ შორის. ის არის ჭურჭელი, ის არის გამტარი, რომელმაც ღვთის მადლი უნდა გაატაროს ფიზიკის ენაზე გეუბნებით და გადასცეს ესე იგი სულიერი დენი, ასე ვთქვათ, ელექტროობა ადამიანს. თუ წინაღობა დიდი აქვს ჩვენ ფიზიკიდან ვიცით, გამტარობა არ უარგა ლითონს. ესე იგი მღვდელი თუ წმინდად არ ცხოვრობს, სინანული თავდაბლობით, არ ზრუნავს თავის სამწყსს, რომელიც უპირველესი მოვალეობაა მისი და მხოლოდ ხორციელ ოჯახზე და მიწიერ ყოფით საგნებზე ზრუნავს, ასეთები რა თქმა უნდა განიშებიან ღვთის წინაშე. ჩვენი უპირველესი ჩვენ ორი ოჯახი გვაქვს ყველასა და მეტად მღვდელს. ერთი ეს არის დიდი ოჯახი ეკლესია, მეორე მცირე ოჯახი, ვისაც კერძოდ ყავს ცოლ-შვილი და ასე შემდეგ. ორივეს ეს ზრუნვა გმართებს, მაგრამ პირველ ყოვლისა დიდ ოჯახზე. თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. შეროდესაც გული და მოშურნეთ ემსახურები მრევლ, სახლში წახვალ და დაქანცული იქნები თუ როგორც იქნები, რა თქმა უნდა ძალისერ ოჯახსაც უნდა შეეძლო, რადგან პავლე მოციქული ამბობს, კაცი რომელიც ოჯახზე არ ზრუნავს, წარმართზე უარესიაო. მართებს ზრუნვა და ნახეთ,
გუშინზე წავიკითხე სტატისტიკა, გული შემიგრთა. რამდენად დიდია ოჯახების დანგრევის სტატისტიკა. ცოლ-ქმრის დაშორების. უბედურდებიან ცალკებს არა მარტო ცოლი თუ ქმარი, განსაკუთრებით ვინც დამნაშავე არ იყო ამ განხეთქილებაში, არამედ პირველ ყოვლისა და სამწუხაროდ შვილები. ჩვენ ასეთი შვილების აღსარებების მოგვისმენია. როგორი გულმტკივნებულები არიან, რა დიდი ტკივილები გადაარჩმათ, გასაჭირით ზოგჯერ მატერიალურიც. იმიტომ რომ კაცები ძირითადში კაცები იქცევენ ასე, მიაგდებენ ოჯახს. დარბიან ბოზანდარებთან, მთელ თავის შემოსავალს იმას ახმარენ, ან ხარჯავენ ნარკომანიაში, ან ლოთობაში, ან დროსტარებაში, რესტორნებში და ახლა არ მინდა მოყვე ფერადად ყველაფერს და მის შვილს მოსულა და ფეხსაცველია გარღვეული წვიმა იყო იმ დღეს და წინდები აქვს დასველებული. ამ ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სულად ჩამოყალიბებული, რომ თუნდაც დამალოს, ენატრება რომ ხორცი ჭამოს, თითქმის 1 წელიწადია ხორცი არ უჭამია. კარაქის გემო არ იცის. რა ელოდება ასეთ მამას თუ დედას, უბრალოდ დაფიქრდით საყვარელო. ვინც ერთი ამ მცირედთაგანი დაამცირა, ამბობს უფალი, მან მეუგულებელს. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. აი ამ პატარებზე თქვა, რომ მათი ანგელოზები არიან შემსმენელი ღვთის წინაშე. ვინც მასე ძალმომრეობს და რა ვიცი გადახედეთ რა. საზარელი რამ ხდება. გაუპატიურა ცოლ-შვილიანმა კაცმა 7 წლის ბავშვი, 14 წლის. გააძარცვა, სემა, ტანსაცმელი მოპარა და ასე შემდეგ. სადამდე ვარ დაცემულები. აღარას ვიტყვი ხაზინის ქურდობაზე, კერძო ხურდობაზე, კერძო ადამიანიდან. მავნებლობაზე და ასე შემდეგ. აი ეს არის არა იმიტომ ამბობ რომ მდელი ვარ და მდელი ჭილოში იცნობა აბა რა სიტყვა და რომ ეს იმიტომ ხდება რომ ღმერთს დაშორდა ადამიანი შიში ღვთისა გაუქრა გათავხედდა გააპარტავდა ზვაობრობაში ჩავარდა საქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად და მოდის სიკვდილი ამ ცოდვილთან უგუნურ ცოდვილთან და არაფერი არ საქმელი იქ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს დინარეები რომ დაგვარონ ცრემლისა, სინანულის ცრემლისა, არაფერს არ ნიშნავს იქ. რამდენადაც აქ დიდია სინანული და სინანულის ქადაგებით იწყეს ხარება ზეციური საიდუმლოების, როგორც წინა მორბედმა ღვთის ბრძანებით ესრე თავად უფალმა, იქ ეს სინანული აღარაფერს აღარ ნიშნავს. მიუღებელია. ამისთვის ჩვენ მოგცა მიწიერი ცხოვრების წლები და ათწლეულები. ეხლა ზოგიერთი რომ წარმოიდგეს სულ სულ ტირილში და რატო ღმერთი ნუგეშინის ემასაც ხომ გაძლევს 1000 გზით გაძლევს ყოფით პლანშიც გაძლევს სულიერად მაგრამ სულიერ ნუგეშინის ემას რომ მიიღებ ხორციელი იმდენად აღარ მოგინდება შეუდარებელია ერთხელ მაინც თუ გაგიჩნდება გულწრფელი სინანული რომელიც ქვითინით გახრჩობს რომელიც მადლიერების გრძნობას გიჩენს და ხედავ და განიცდი რომ შენ ღმერთის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. მზად ახარ იდევნო, იწამო, თუნდაც მოიკლა ამ ჭეშმარიტების სახელით, ოღონდ არასდროს განეშორო უფალს. ამ განცდამ არასდროს არ დაგტოვოს. ასეთი ადამიანები წეღა რომ ახსენე, უკვე სასუფეველში არიან პირველი გემოსხივით, მადლით. და ზოგიერთი როგორც გითხარი, ხორცითაც ან მხოლოდ სულითაც აუტაცებია და იმედი მაქვს აიტაცებს უფალი თუ ჩვენ შორის ეგეებით არის წმინდა ადამიანები იქნებიან და რამდენი დაფარული მონახავს ღმერთს თავისთვის რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არ აქვს და ზოგიერთ შემთხვევაში დაგვიმცირებიან შეურაცხყოფა მიგვიყენებია დაგნანებია წყალობის გაღება თუმცა გადაგვდის თავზე როგორც იფრიან ხოლმე და ასე შემდეგ ყოველი ქრისტე ესე იგი აი მოციქულებმა მიიღეს უდიდესი მადლი მერმე წყებსებმა და იერარქიაც იგულისხმება შემდეგ ყოველი ქრისტიანი საეკლესიო საიდუმლოებში უფლის მადლის კეთილსახმარ ნიჭებს იღებს. მისი განმამტკიცებელი რომ არის სულიერ ცხოვრებაში, მისი სულიერი და ხორციელი სნეულებების მკურნალს, მისი ოჯახური ცხოვრების მაკურთხეველს, ყველა მისი კეთილი წამოწყების მაკურთხეველს. ამ მადლმოსილი ნიჭების გარდა ეს არის მადლისმიერი ნიჭები იყო, რაც ვქვით. ამ მადლმოსილი ნიჭების გარდა თითოეული ადამიანი ღვთისგან იღებს ბუნებრივ ნიჭებსაც, მრავალგვარ საშუალებებსა და უნარებს ღმერთსა და მოყვას ემსახუროს.
წეგან გაკრით ვახსენეთ მათ შორის სიმდრეს როგორ არის ეს ღვთის ნიჭი აი ჩემი ორი ხელით შევიძინე ღმერთი თუ არ შეგეწება შვილო ორი კი არა მრავალ ფეხასავით მრავალ ხელა რომ იყო ვერაფერს ვერ მოიწევს სასიკეთოს მადლი არ გექნება საამისო და როგორ ამბობთ ხოლმე ესე იგი შემოსავალი რომ გქონდეთ დიდი ხო და არაფერიც არ გექნება დიდი შემოსავალი კი რაც ისიც აგერთვენ ბოროტ მონასავით ღმერთისაგან არის აღძვრაც ადამიანში საქმიანობისადმი და ღმერთისაგან არის განსრულება ამ საქმისა დიდი ენთუზიაზმი დაგვიწყია ხელი მოგვიკიდია ჩვენ ნიჭების და შეუფერებლად დიდი საქმეებისთვის და ბოლოს ეს კრახით დამთავრებულა და დიდი საქმეები კი არა ზარმაცი რომელიც ხლის ზირას წევს პატარა საქმეების გამკეთებელიც აღარ არის აი მე ვიცი ოჯახი ერთი ჩვენი ბრეული დადის შემილია თქვა რომ ეს ადამიანი ეს დედაკაცი თანაჯვარცმულია ქრისტესთან ერთად სიჩვილეში ერთი შვილი ქალიშვილი გარდაეცვალა ორი შვილი დაავადებული ყავს უმძიმესად ქმარი არის უქნარა პური რა არის და აქვს ამ ქალს 400-500 საზომი შაქარი დიაბეტის დაავადება აქვს ევედრება რომ შვილს ვერ წყდება ავადმყოფობის გამო თვითონაც აქვს შაქარი 400-500 ეზარება თავის სიგარეტზეც კი აგზავნის ამ დედაკაცს საერთოდ არაფერი არ შემოსდის როგორც იქნა მიაღწია ერთ საპენსიო ასაკს და პენსია მოდის და ამ პენსიას კაპიკს არ აძლევს დედაკაცს დაიჯერებ თქვენ აი ეს დედაკაცია რომელსაც ადამიანების გარ უარა აქვს ნუგეში და პირველ ყოვლის ახლობლებისგან ასეთი ნუგეში მისა ინკოგნიტოთ ვიტყვი წირვის დროს წამსის გალობაში ხედავს იმ საიდუმლოებას რაც ხდება წმინდა ტრაპეზზე რაც ერთ შეემთხვევა წმინდა მამათა მიერ აღწერილს რა ხდება საღვთო ლიტურგიის დროს განსაკუთრებით წამსიდან იწყება ევქარისტიის კანონი როცა სულიწმინდა იწყებს გარდამოსვლას წინადაგების ხმას რომ გარდასახოს ღვთის სიმბოლური მოქმედებებით გარკვეული ლოცვებით სიტყვებით სულიწმინდის მოქმედებით რა თქმა უნდა ქრისტეს ყოვლადწმინდა უხრწნელ ხორცად და სისხლად დიდი დუმალებებს ხედავს და ესე იგი თავდაპირველად ესე ვერ ბედავდა დიდხანს მიტრიალა მე ხომ კაცრი ვარ და ბოლოს გაბედა და მითხრა რომ მამაო ეს რა არის ხიბლში ვარო არა დავხედავ და კონკრეტულად აღმიწერა რა ხილვა ჰქონდა მას და მას ეს მამები წაკითხული არა წაკითხული კი არა რომ წერს ხოლმე ბოდის მიაწერს ბოლოში უკაცრავად ბოდიში გრამატიკული შესწავლები ალბათ იქნება და უამრავი გრამატიკა მე რა თქმა უნდა მისი გრამატიკა მე ვისმენ იმას მისი გულის ფეთქას როგორ ანუგეშებს უფალი მრავალტანჯულ ადამიანს თავისი საქმო მადლით თქვენი თვით შეუძლებელია ვინ არის პრიმიტივია გაუნათლებელი წერ რა შუაშია აგერ ერთ-ერთი მამაკაცი სოფლელი პურებს აცხოვრეს ეპისკოპოსს მოხონდა მდელი ირჩევდა ძალიან შორს ცხოვრობდა ამოარჩია საუკეთესო და წამოვიდა მაგრამ დიდი გზა ედო წინ ერთი ლიტურგიის გზა რაც უნდა ლიტურგიას კიდევ სახლიდან აქამდე ქონდა ტაძრამდე და მას ზეპირად იცოდა წინით გახონდა წირვის დროს ესმოდა მდლის სიტყვები დიაკვნე ზეპირად იცოდა ყველაფერი წლებია დადიოდა და რომ მოვიდა სხვათა შორის ღმერთმა მისი ეპისკოპოსები ამოირჩია მაგრამ მოხდა საოცრება ეს ღმერთი ისეთი მადლმოსილი იყო რომ სულიწმინდის გარდამოსვლას ხედავდა და რამდენი არის ლოცა და ვერ ნახდა ბოლოს დაეცა და აქვითინდა ღმერთო ესე იგი რაღაც შევწოდე რომ ვეღარ ხედავ შენ სულიწმინდის გარდამოსვლას გავსება ტრედისა არაო ტრაპეზის ანგელოზი ეჩვენა რომელიც იქ იყო ტრაპეზა რომ ქრისტეს მოსვლამდე იქნება როცა იკურთხა ის ტრაპეზი და უთხრა შენ კი არ შესწოდეო ეპისკოპოსები ვისაც მოხონდა შენ რომ ამოარჩიო ზეპირად იცოდა ევქარისტიის კანონი გზაში თქვა დრო რომ მოეკლაო და სულიწმინდა ესე იგი აღარ დაახანა და არ დაელოდა შენ ლოცვებს და გზაში გადმოვიდა უკვეო და ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცად და სისხლად გარდასახა წარმოუდგენელი რამეა ესე იგი ღმერთი რას უყურებს ქოლეთადობა სარწმუნოდ რა თქმა უნდა ეხლა აღარც არის შეუძლება რომ თქვენგან მოვიღოთ ექს ეპისკოპოსები საპატრიარქოდან მოგაქვს და ასე შემდეგ წირვისთვის ეპისკოპოსები მაგრამ წარმოიდგინეთ რა ხელა იდუმალება აღესულა სხვა შემთხვევაში მომიყვანია ესე კაცი ხეზე ადიოდა პირჯვრის წერა არ იცოდა ჯერაც საყვარელი მაგრამ ცოცხალი რწმენა ჰქონდა ღრმად სამდაროდ ცისა და ქვეყნის შემოქმედი ანგელოს ადამიანი დამბადებელი და ყოველივე ძალუც უფალს და არის კაც მოყარე ყველაზე არსებითი იცოდა ღმერთში ერთხელ ეპისკოპოსი კლიროსი მიდიოდა მრევლი და ხედავს ვება ასულა ხეზე ასულა გაივლის განა ხელებს აღაყროს და გაგწოთ ეს მონაყოლი
ესე იგი ვერაფერს ვერ მივხვდათ. გაგზავნა დიაკონი ჩამოვაყანა და კითხა შულო რა საკეთე? ან რომ გადმოვარდეთ, ხო დაენარცხები სულიერ დაყვება სანამ ჩამოვარდებიო. და რა საკეთებო? ცისა და ქვეყნის შემოსვა ხეზე რო ავდივარ თითქოს უფრო ახლოს ავარ ღმერთთან. რა მიამიტი იყო, რა უბრალო იყო, რა ალალი იყო. ეგრე კი არ უნდაო. ეპისკოპოსმა ასწავლა თითები როგორ დაეწყო პირჯვარი რატო გამოესახა და როგორ უნდა გამოესახა. მადლობა გადაუხარ. შეუვარდა მოხლებში და ემთხვია ეპისკოპოსს. ცოტა ხნის მერე მიამდნენ მდინარეს ეპისკოპოსი და მისი თანხლები ჩასვლეს შუა ცურვაში არიან ვიღაცა თავისი სახელით ეძახის ეპისკოპოსს. მეუფეო და აღარ მახსოვს რა სახელი უთხრა და მეუფეო და გაიხედა და რას ხედავდა შეშინდნენ ყველანი. ფეხით მორბის მდინარეზე და არის ზერება გლეხი. რულად პირჯვის ერა არიცოდა საყვარელო. აი რა არის სიალალე, აი რა არის ცოცხალი რწმენა, აი რა არის წმინდა გული. ეს იმას კი არის შესაძლოა სამღვდელობა რა, იმიტომ რომ პირველ ყოვლისა სამღვდელოება დაადგინა ღმერთმა. და ამიტომ არ უკვე საჭირო და მერმე და მერმე ახლა ბევრი ლაპარაკი შეიძლება რა მისია მადლი და ხელმწიფება მისა მაღალ და დაბალ სამღვდელობას უფალმა ღმერთმა. მე უბრალოდ ხალხს ვსვამ იმას რამდენად ბევრს ნიშნავს სიალალე და როგორი სიყვარულია ღმერთი რომ ამ ტანჯულ დედაკაცს ამ ერთი საშუალებით ანუგეშებს. არავინ დამხმარე არ აქვს. პირიქით შემაწუხებელი ყავს ბევრი. მარწყევარი, თუმცა საბაბს არ არის, ბუნებით არ არის ასეთი ადამიანი. მართალია, გურულია და ზოგჯერ ანჩლდება ვაი გურულის გაანჩლებას. მაგრამ რომ გითხრათ ეს არ არის საბაბი სხვამ დაამციროს და უგულებო. იმიტომ რომ ადამიანა და ზოგჯერ მოდის აქ ტირის ხომ ერთი მოგასვენათ მისი აღსარება. რა გულითა და ტირის, რომ ზოგჯერ ნერვები აღარ, იმიტომ ნერვულ სისტემასაც აპუჭებს დიაბეტი თქვენ რომ იცოდეთ. მაგრამ ეს გამართლება რა ქრისტიანობა იცოდ დაითმინოს და ზოგჯერ არ ყოფის ეს მოთმინება და ამოხეთქაო ქმრის მისამართით. წადი ბიჭო, პური მაინც ამოუტანე ბავშვებს, ხო ხედავ ვერ წვდები ავათარიან. გადაბრუნდება მეორე გვერდზე. როგორი ასატანია? ვიღაცამ გულში გაივლო არ ყოფილა კარგი გურულიო, თორემ მაგას უზამდა ხეებსო. კი, ასეთებიც ბევრი ხდება ცხოვრებაში, არა მარტო გურულებისგან. დღეს რომ მიხვალ ოჯახში ვერ გაიგებ ვინ არის ოჯახის უფროსი, ქალი თუ კაცი. ძაღლი პატრონს ვეღარ ასრულებს და ძაღლს კი ნამდვილად ცნობთ რომ ეს ყველაზე მთავარია ოჯახში. ფიჩვილებზე ზოგიერთ ოჯახში. ესე იგი რიგით ქრისტიანებსაც ეძლევათ ეს ნიჭები, მადლი, სულიერი თუ ხორციელი და ოჯახის მაკურთხეველი. ამ მადლმოსილი ნიჭების გარდა თითოეული ადამიანი ღვთისგან იღებს ბუნებრივ ნიჭებსაც, როგორც ვთქვით. მრავალგან საშუალებას უნარებს ღმერთსა და მოყვას ემსახუროს. იგი რა ისწრის გვეძლება არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ სხვასაც რომ ვახმაროთ. სასიკეთოდ ჩვენი და სხვებისა. ვინ შესაძლებლობებითა და ბუნებითი ნიჭიერებით ემსახუროს სხვას. ჭკუით, მეცნიერებით, ხელოვნებით, ცხოვრებისეული და სულიერი გამოცდილებით, ვინ ფულადი სახსრებით, ვისაც რა ნიჭი მიეცა ბუნებით, იმით ემსახუროს სხვა ადამიანებს. მაგრამ ავიღოთ თქვა პოეტი, გენიალური, კონგენიალური, დიდებული, სახელოვანი და ასე შემდეგ. მათ ვისაც მიუღია ნიჭი ღვთისაგან, ღმერთს კი არ მიეწერენ, არამედ საკუთარ თავს და განდიდებაში არიან ჩავარდნილი და მაგარ ხიბლში რა, მოკლედ რომ გითხრათ. თავის თავს მიეწერენ, წაიკითხეთ ასეთების ლექსები. ღმერთს ეტოლებიან ლამეს. ეს მაშინ, როცა მათი შემოქმედისთვის უნდა მიეცათ დიდება, ვინც ისინი დააჯილდონ, სათავისო მათთვის და სხვების. დიახ, რა თქმა უნდა, ეხლა ზოგიერთი იკითხავს, კაცრი მართლმადიდებელი ასე თქვა ჭყალებში, რა პოეზია უნდა ვიყიდოთ, ესე ვიკითხოთ, პროზა. პასუხს გაძლებ არამედ წმინდა მამა, მას იმედია, მას მაინც არ განიკითხავ. ამბროსი ოპტინელი დასაწყისში უნდა გავესწროთ ხელოვნებასაც, პოეზიას, პროზას, მაგრამ მიამიტობა ცხოვრების ბოლომდე ამას აკეთებენ. შემდეგი საფეხური ეს არის სულიერ სარწმუნოებრივი განვითარება. დავეწაფოთ უკვე წმინდა დამათა ღვთისშთაგონებულ თხზულებებს, წმინდა წერილის განმარტებებს, უამრავი არსებობს. ზოგი ცოტა რთულია, ზოგი შედარებით იოლია, სადაგი ენა აქვს და ასე შემდეგ. შენი შესაძლებლობის და მიხედვით. ბოლოს და ბოლოს ხშირად წირვა ლოცვების ჟამსაც განიმარტება ქადაგებებში და ასე შემდეგ. და ეს ხას უნდა არგო რა ნიჭიც მიგიცია, თუ ხელოვნება, თუ მეცნიერება, თუ სახსრები გაქვს შედარებით შეძლებული ადამიანი ხარ.
სწორედ ღვთის ეს ნიჭები იგულისხმებიან იგავში ტალანტის ქვეშ, ამბობს წმინდა მამა. ღმერთმა უწყის, ვის რამდენი ესაჭიროება, ვინ რამდენს გამოიყენებს სასარგებლო და ამის და შესატყვისად, უნაწილებს თავის ნიჭებს. ვის 5 ტალანტს, ვის 2-ს, ხოლო ვის მხოლოდ 1 ტალანტს, წეგან წამს და იქ 2-ის ნაცვლად 3 ვთქვი სიჩქარეში. ღვთისმადლი, ეს არსებითად ერთი და იგივე, ანუ ერთი და ბევრი რა მოკლედ რო ვთქვა. ვის როგორ? ღვთისმადლი ადამიანის თავისუფლებას არ თრგუნავს, მის ბუნებაზე არ ძალადობს. ყველას ერთი საზომით არ უდგება. ღმერთი როგორც ყველას მოყვარული მამა თავის ნიჭებს ანაწილებს, აფასებს რა თითოეულ ადამიანს, ვისაც საზოგადოებრივი მსახურების სიმაღლეზე დგომა არ ძალოს, იგი შესაძლოა მოყვასისთვის სასარგებლო იყოს დაბალ საფეხურზე. ყველა ახლა პრემიერ-მინისტრი ხომ ვერ იქნება პარლამენტის წევრი, მთავრობის და ასე შემდეგ. ვიღაცამ პური ხომ უნდა გამოაცხოს. როგორც სხეულში ყველაფერი არ არის თვალი, ამბობს წმინდა ფილარეტი პავლე მოციქულის მიხედვით. არა ყველა პური, ასევე ეკლესიაში ყველა მართველი და მასწავლებელი როდია. ისე როგორც ერში. მაგრამ ხშირად ხვდება, რომ მაგალითად ახლა აქაც ცოტა ხანი შევჩერდეთ ერში თანამდებობებზე, ხელისუფლებაზე. არსებობენ ხადაც ანგელოზებში, ისეთი ანგელოზები, დიონიოს არეოპაგელისა სხვათა სწავლებით, რომლებიც მაგალითად ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აძლევენ ძალაუფლებას. ძალაუფლება აქედან მოდის. ძალა არის ანგელოზის სახელი, უფლებაც ერთ-ერთი სახის ანგელოზია. ხელმწიფება, ეს ანგელოზის სახელები, მთავრობა, ანგელოზის სახელებიდან არის ყველაფერი აღებული. ირჩევენ იმ სიგრძნით, რაც ღვთისგან მიუწია, აძლევენ ძალაუფლებას, რომ მართოს ხალხი თუ ხალხები. აი ამიტომ არის მძიმე ცოდვა ეგრეთ წოდებული კარუსელები არჩევნების დროს, რევოლუციებით ხელისუფლების დამხობა, როგორც საერო, ესე საეკლესიო და სხვადასხვა. პირველი რევოლუციონერი ბოლოს და ბოლოს, როგორც სერაფიმ საროველიანოს, სატანა იყო ზეცაში. ეხლაც გვემუქრებიან რევოლუციით. ხან ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანი იქნება, ესე იგი, როგორც თურმე გამოვლენ და ერთ დაიყვირებენ და შეიცვლება ხელისუფლება. დაახლოებით ესეთი მსჯელობა ალოგიკური მათში. ეხლა მე მესმის ის უნავეზემ და მისმა ესე იგი ისრაელიანება რომ ნინეას შემოუარეს და ღმერთმა უბრძანა, ძნელად ასაღები იყო, ძლიერი კედლები ჰქონდა, სიმტკიცე ჰქონდა. სამჯერ შემოევლოთ, საყვირი დაეყვირათ და ესე იგი შეძაღილებით მიემართათ ღმერთისთვის. მორჩილებით აღასრულე შეიძლება ჩვენ გაუცებული იყავით, ან ირონიული ესე იგი განკითხვა დაგვეწყო, რომ როგორ შეიძლება გარშემო შემოვლით ყვირილით თუ სიმღერით თუ საყვირით დაინგრეს ასეთი მტკიცე კედლები. მორჩილება იქონიეს ჩვენგან განსხვავებით, შემოუარეს და მესამე შემოვლაზე კედელი დაეცა და ნინევია ფერფლეშ დაეგო ისრაელიანების, ის უნავეზესი. ეხლა რატომ მომაგონდა ეს? ეხლა ესენეს ის უნავეზე შეედრებიან. მეორენი პირდაპირ ამბობენ, რომ იარაღით დააყო. ახლა აღარ მინდა მოყვე ფაქტებს, რომელი ქვეყანა რითი უწყობს ხელს, რომ აქ ხელისუფლება შეიცვალოს და მოსამსახურე ხელისუფლება ყავდეს საქართველოში. რასაც ჩასახებს ის ამ მოძახო საქაურმა ხელისუფლება. ქვეყანა ისე მოიხმარო გეოპოლიტიკურად, სტრატეგიულად, სამხედრო თვალსაზრისით, როგორც მათ უნდა და შევდებათ. ჩვენ არც გვეკითხებიან, რომელ დემოკრატიაზე გველაპარაკებია და რომელ პლურალიზმზე ძალიან აქ თხოვთ. სამაგისო დემოკრატია, არა, სამაგათი. ჩვენ ესეთი დემოკრატია არ გვჭირდება. არ ქონე, არ გვინდა. ჩვენ გვინდა როგორც ილია მართალმა გვიანდერძა თავი თვისად ვეყუდნეს. ღვთისმადლის ასეც იქნება და მირონცხებული მეფე როცა მოვა საქართველოში. ზოგს ეღიმება, ეცინება, რა იქნება, როგორც ბევრი რამე არ იყო, მაგრამ სულიად ალოგიკურად თითქოს მოვიდა, არა? ეხლა ბუნებრივად მიგვაჩნია. და ასე შემდეგ ცოტა თუ სულიერება არ აქვს, მიწიერ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოუხმეთ. ისე რომ ზოგი მაღალ თანამდებობაზეა დაჭირდოებილი თუ გამოიყენოს უფალდა სამართალად ზოგი ქვედაზე როგორც ხელში ყველაფერი არ არის თვალი არა აკური ასევე ეკლესიაში ყველა მართველი და მასწავლებელი როდია მაგრამ დაბალ სამღვდელოებას თუ მრევლს გმართებს მორჩილება უმაღლესი იერარქიის და ამაზეც ქონდა გასულ საუბრებში ოთხშაბათს და კვირას რას ნიშნავს როცა ეპისკოპოსს და ეპისკოპოსს და კრებას პატრიარქის წინამძღოლობით არ ემორჩილებიან სამღვდელონი თუ სამრევლონი როგორც ხელში ყველა ეს უკვე წავიკითხეთ მაგრამ ხშირად ხდება რომ ნაკლებ ნიჭიერი ადამიანი მეტად შრომობს ვიდრე ტალანტებით უფრო დაჯილდოებული მაგრამ ზარმაცი ნიჭები კი აქვს მაგრამ ზარმაცია ქრისტეს იგავი გვასწავლის კიდეც რომ ვინც მეტი მიიღო მას მეტიც მოეკითხა მაგრამ ისიც ვისაც ნაკლები მიეცა ასევე პასუხს მისცემს
თავს ვერ იმართლებს. არა გვაქვს ისეთი მადლი, როგორც მოციქულებს, როგორც წმინდანებს და შეუძლებელია და როგორ აი რისი ნიჭიც მოგცა, ისაკეთე. ეს რომ ასე იყოს, ქვეყანაში იქნება მატერიალური კეთილდღეობას და სიმშვიდეს და მშვიდობას. მაგრამ რა ვიცი, რომ ერთი პროფესიის არის ადამიანი და სხვა პროფესიაში მუშაობს. და ბოლო დროს ისეთში საიდანაც შემოსავალია. პროფესორი მინახავს, რომელსაც დანანები თქვა, რომ ისწავლა ამდენი. მათ შორის უცხოეთშიც, არა მარტო საქართველოში, იყო დამსახურე პროფესორი. შეობდაო მეჩექმე ყოფილიყავი, ან მანქანის კეთება მესწავლაო. ეს უკვე სახელმწიფო მოუწყობლობა არის. და ასე შემდეგ. ყველა თავისი ნიჭით უნდა ბავშვობიდანვე დედა მამა რო შეაჩერს რა ნიჭი აქვს, ის უნდა განუვითაროს ბავშვს. ზოგადად თქვა მათემატიკური საგნები, ან ჰუმანიტარული საგნები. სკოლაში ჩემის აზრით პირველი 2-3-4 წელი უნდა ისწავლოს ზოგადად, მიიღოს განათლება. შემდეგ მასწავლებელმა კურატორმა თუ რას ეძახიან, უნდა განსაზღვროს დაკვირვების შედეგად ვის რა ნიჭია და უნდა იყოს დასპეციალება, ასე ვთქვათ, ადამიანის, რომ რაც არის ის რაც აქვს ისი ნიჭიც მათემატიკა ის გაუღრმავო. დამიჯეროთ, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა და შესაბამისად პროფესიული დაკმაყოფილება შესაბამისად და ქვეყანაში იქნება ძალიან კარგი მატერიალური მდგომარეობა. ეხლა ვის ხდეთ და ვინ გადმოგვიგდებს, ესე იგი, დასავლეთიდან რაღაცას ჰუმანიტარული ფქვილები შემოდიოდა და თუ გააზარმაცეს ხალხი და პატრიარქს ერთმა იაპონელმა, ჭკვიანმა იაპონელმა კარგად უთხრა. თქვენო თევზი კი არ უნდა დაურიგოთ ხალხს, თევზის დაჭერა უნდა ასწავლოთ. რამხელა სიბრძნე ამ მარტივ ამ ესე იგი გამოთქმაში თუ ჩაუფიქრდები. ქრისტეს იგავი გვასწავლის კიდეც რომ ვინც მეტი მიიღო მას მეტი, მაგრამ ცირესაც მოეკითხება. სამსები უნიჭო ადამიანები ამბობს წმინდა ფილარეტი არ არსებობენ. ღმერთს ყოველთა კაცთა ნებავს ცხოვრებაენ. რა თქმა უნდა პავლესაგან ტიმოთესადმი პირველ ეპისტოლეში. ესე იგი, რაგი ცხოვრება სურს, ყველას რაღაც ნიშს აძლევს საცხოვნებელად. და ამიტომაც თვითონს თუნდაც რომელიღაც ტალანტს აძლევს, როგორც ხსნის საშუალებას. დიდი ტალანტი ჰქონდა სარეფთელ ქრივს. გახსოვთ არა, ძველი ილიას თანამედროვე იყო წინა 13 წლის. ერთი მუჭაფქვილი და ცოტაოდენი ესეთი ჭურჭელში. აი ეს გააჩნდა. მე და შვილიო ელიას უთხრა მაჭამეო რო უთხრა. შიმშილობა იყო ილიას, მისი ლოცი ელიასი. მაჭამეო და მე მეთხოვე რაც გინდაო. ერთი მუჭაფქვილი გაქვს და ცოტაოდენი სეთი. უნდა მომეზილა მე და ჩემ შვილს გვეჭამა და მე უნდა დავხოცილიყავითო და ნახეთ ღვთის წინასწარმეტყველი რო იყო, თავი მოუხარა მას, კურთხევა აღასულა, გამოუცხო ერთი ხვეზა და მიართვა. ამის შემდგომ ელიამ ილოცა მათთვის. ჭურჭელში ზეთი გაუმრავდა, ქოთანში ფქვილი. მთელი 3 წელიწად ნახევარი არ მოჰკლებიათ, სასწაულებრივად მრავლდებოდა. ანუ ჩვენზე მდიდარი არ ყოფილა ეს ქვე, მაგრამ ჩვენზე მდიდარი რწმენით იყო და მორჩილებით როგორც ჩანს. ხოლო სახარებისეული ქვრივის ერთი მწვლილი მიღებული იქნა და შეფასებულ უფლის მიერ ფარისეულურ მდიდრულ შეწირლობაზე უფრო ძვირად. გახსოვთ არა, იგავიდა ერთ შემოვიდა ნამეტნავი შესწირა მედიდურად თვითკმაყოფილი სახით, დღესაც ხდება ასეთები რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ესე იგი შევიდა ქვრივი და უკანასკნელი პურის ფული თქვენ როგორც სიტყვით დადო საკურთხეველსა და ღმერთმა მიხედა მოციქულებს და უთხრა რომ ამან უფრო მეტი შესწირაო. ერთადერთი რამ შესწირა მთელი სასუებითა და იმედით რომ ღმერთი არ დააგდებდა, არ დატოვებდა და თვითუფალმა შეამჩნია უშუალოდ არა ანგელოზის ხრით, არა წმინდანის როლის ყველას დაყვება დადგენილი ყოფნა, ამ უშუალოდ უფალმა შეაქო მისი და რა თქმა უნდა ასეთ დედაკაცის არ დააგდებდა, არ დატოვებდა. მე მომისმენი ასეთი მაგალითები დიდრებისგან რომ ესე იგი ენატრებათ ის დრო მაგალითად როდესაც სტუდენტი იყო ნაქირავებში ცხოვრობდა, გამოზომული ჰქონდა საჭმლის ფული, ზოგჯერ შიმშილობდა კიდეც, მაგრამ რასაც იღებდა გემრიელი იყო და მადლიერი იყო. ახლა მადას ვეღარ უგებს იმდენი აქვს. ყველაფერი ეზარება, აღარაფერი აღარ უნდა. მოყიჭებული აქვს ცხოვრება. გამოსავალი რა არის, მამაო? ივანე ოქროპირის სიტყვები შევაგები. იმაზე უკეთესი გასავალი დიდრის სიმდიდრეს არ აქვს თუ რა გლახაკის ხელში. ანუ მოწყალე იყავი მეთქი. და ბედნიერათაც იგდო და ცხონებასაც მოიყვება. და მოუყევი წმინდა მამის ცხოვრებიდან ერთ-ერთი მამის ალექსანდრის პატრიარქისა ივანე მოწყალის აქარიბის სახელობის ავად ყოფო
პროექტურა მოუყევი თუ როგორ აშენებდნენ ანგელოზ მაიდაცა 64-ში და ნახა რომ რაღაც დიდებულ სასახლეს ვირფას აშენებდა ვისიაო კითხა ანგელოზ შენიაო მე გახედა და შაბათ-კვირა შერდებოდა რატო შერდებიო იმიტომ რომ შენ შერდებიო შაბათ-კვირას არ იძლევი მოწყალებას და ესენი შერდებიო და იმის მერე გამოცხადება რომ მორჩა დაბრუნდა გაიაზრა ეს ყველაფერი გახდა უსაზღვროდ მოწყალი ადამიანი და სიცოცხლეში დაუსრულეს სასახლე ანუ სავანე ადგილი განსაკუთრებული ამ წმინდა მამას მართალია აგზელებს წმინდა ფილარეტი ყველაფერი მონიჭებულ ტალანტზეა დამოკიდებული ღმერთი რომ მოგცემს რომლის გარეშეც მონები როგორც იყვნენ ასევე უარაფროდ დარჩებოდნენ მაგრამ არაერთი მხოლოდ მიღებას არამედ დაუკვირდით არამედ საქმობასა და განმრავლებასაც მოყავს სიხარულში უფალი ესეც ახარებს არა მარტო ის რომ მიიღე ღვთისგან ბოძებული არამედ ის რომ აქნიე ბრუნვაში მოაქციე სიკეთეზე დაურთე და გაამრავლე მადლი და ნიჭი აი ამაზეც და განსაკუთრებით ამაზე ხარობს უფალი იქ დამსახურებაა ის რომ გაძლევს თუმცა წინ დახედულებით ვის რა მისცეს და რამდენი ხოლო აქ ის შენი სიკადულიც არის ერთგვარი იმიტომ რომ შენ არა მარტო მიიღე არამედ გაამრავლე და მოიგე და საკვირველია რომ ისინი ვისაც უფრო მეტი აქვს მეტად ცდილობენ შემატებას ხოლო ნაკლების მიმღებელნი სავსებით არ ცდილობენ განა ეს ჩვენზე არ მიუთითებს რამე თუ ხშირად ვამბობთ რომ ჩვენ მოციქულები არა ვართ წმინდანები არა ვართ არც მართალი მათი მადლი არა გვაქვს და ამით ცდილობთ თავი ვიმართლოთ ღვაწლისა და სათნოებათა უქონლობის გამო აი რატო არა ვარ სათნო და წმინდანი არა მაქვს ისეთი მადლი ხედავთ ღვთისაგან უკვე მიღებული ნიჭი როგორაა შესაძლებელი ჩვენ და განკითხვად აღმოჩნდეს მიღებული რამე თუ ამ ნიშთა დამრიგებელი უფალი გამჭრიახია და უკიდურესი მოწყალების შემდგომ სავსებით მართლმსაჯული არა მარტო მოწყალია არამედ სამართლიანი მსაჯულიც არის არ დაუშვებს რათა მისი ნიჭი უნაყოფოდ გაიფლანგოს და უძლურების ნიღაბქვეშ მზაკრობა და სიზარმაცე იმალებოდეს იგი არად ჩაგდებულ ნიჭს აგართმევს და ურგებ მონას მხოლოდ უკან წვდიანს დაუტოვებს იმ მონასაც რა უბძანა ანგელოზებს გარესკნელში გააძევეთო ანუ ჯოჯოხეთში შედეგი იქნება ეს მადლი სხვას მიეცემა ხოლო შენ კი ჯოჯოხეთში წახვალ საუკუნო დღევანდელი სახარების საკითხავიდან მინდა ესევე ამოგიკითხო სახარებასთან მიმართებაში სულს ამოგიკითხოთ იოანე ოქროპირის არაჩვეულებრივი შეგონება არაჩვეულებრივი შეგონება სადაც ეს მინდა მამა ამახვილებს ყურადღებას კერძო ტალანტზე სიტყვისა და ქადაგებისა ეხლა თავად მსოფლიო ქადაგი და მასწავლებელია და არც არის გასაკვირი რომ ნიჭთა შორის განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ნიჭს როცა ადამიანს ეძლევა ნიჭი ქადაგების და სწავლების თქვენ იცით რომ მოწყალებათა ხორციელი და სულიერი საქმეები არსებობენ 7-1 და 7-2 აი მათ შორის სულიერი მოწყალების საქმეებში შედის ასევე პირველ ყოვლისა მოქცევაი სოდვილთაი სწავლებაი უმეცართა და ასე შემდეგ აი მოусმინეთ რას ამბობს იოანე ოქროპირი ამასთან დაკავშირებით ვისაც სიტყვისა და სწავლების ნიჭი მიუღია სხვათა სარგებლობისთვის და მით არ სარგებლობს იგი თავად ნიჭს ღუბავს მას ჩავწვდეთ ამ სიტყვებს ვიდრე ჯერ კიდევ დროა შევიძინოთ ტალანტი რამე თუ კი ვიზარმაცებთ და უზრუნველად განვლით ცხოვრებას მაშინ იქ თანაგზნობას არავინ გაგვიწევს თუნდაც ცრემლის მდინარეები დავღვაროთ ესე იგი მღვდელმთავარი იქნება თუ მღვდელი უნდა იქადაგოს უფრო მეტიც პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს ჟამითი უჟამოთ გამოდმებით უნდა ქადაგებდეს ჩვენც როცა ვთქვათ მამა იოანე ეკურთხა ჩვენი სულიერი შვილა დარიგებებში ესეც მივეცი მასაც მამა გიორგისაც და ესე შემდეგ ახლა კურთხეულებს რომ მათ უნდა იქადაგონ არა მარტო წირვის დროს და დღესასწაულებში არამედ ჟამითი უჟამოთ მიცვალებულის წესის ასაგებად რომ წაგიყვანენ ბავშვს რომ მონათლავ პარაკლის გადაუხდი რა თქმა უნდა ზოგან მოკლე ქადაგებაა საჭირო ვითარების და ზოგან უფრო ცელიც მაგრამ უნდა იქადაგებოდეს ჟამითი უჟამოთ ღვთის სიტყვა ამის ერთ-ერთი გამოძახილია თუნდაც მამა იოანეს რომ ამხელა მრევლი ყავს უკვე შემთხვევით არაფერი არ ხდება გარდა მაგისა ეხლა მე და მამა გიორგი თავს ვიმართლებ და ვიტყვით მაგას რა ენაღვლება ცოლი არ აწუხებს შვილი არ აწუხებს და შვილიშვილები მაგრამ ჩვენ ამას არ ვამბობთ
მინდა მამა ივანემაც იცოდეს და ყველა სხვამაც რომ ბებერი ხარის არ ქანის ახნავენო. გამიგეთ საყვარელო. და ყველა თავისას მიიღებს გასამბრძილოს მრავალმოწალე და სამართლიანი უფლისაგან. თორე ის დროს იყო, აგერ პირველი საავადმყოფოდან იწყებოდა რიგები. მადლობა ღმერთს რომ ღვთის მადლით მარტომ გადავიტანეთ 17 უმძიმესი წელიწადი და არც ეხლა ვარ დალხინებული, ამჯერად უკვე სიბერემ და ავადმყოფობა და ცილისავება და შეურაცხყოფა მომინახულეს და 1000 მადლობა ღმერთს. სიბერეს, შეურაცხყოფას, ცილისავებას სხვა სიღრმე მოაქვს ადამიანის გულში. ეხლა რაც შეეხება ღვთის სიტყვის ქადაგებას, სწავლებას, რომელთაც დაღლილები ხართ უკვე ზოგიერთები ასე ვთქვათ. ესე ადვილი არ არის, მოვედე მე აქ წირვაზე ვეზია რომ გამოვიდე პირი დავაღო პირჯორი გამოვისახო და დავიწყო საუბარი. აი გალაქტიონის ცხოვრებიდან მაგონდება ასეთი რამ დიდი გალაქტიონისა. ლევს ვიდრე გამოთქვა და არ მინდა ვთქვა დავწერო, იმიტომ რომ ასეთებს ეძახდა მწერებს, გადამწერებს და ასე წერალთა კავშირი და მოკლედ გალაქტიონს აქ სადღიბრო ჩანაწერები ვიდრე გამოთქვამდა, აღმოსქვამდა ლევს. ესე კი რომ მოუარა რაღაცა და დაწერა. არა. დღე კვირეები, ზოგჯერ თვეები დაგქონდა ეს განწყობილება. და ყველა ის მოვლენები, ობიექტური თუ სუბიექტური, რომელიც მის გარშემო და მასში ხდებოდა, ყველაფერი ეს იყო ერთად ჩამოხრილი მისი გენიით, რომელიც უხვად მისცა ღმერთმა. მიუხედავად იმისა, რომ გენიალური პოეტი იყო, ყავდა უამრავი მტერი, შურიანი და შურიანი მდევნელები და სხვადასხვა. ხელსაც აღარ არქმევდნენ. ზოგიერთი სახელი მხოლოდ იმიტომ შემორჩა, რომ გალაქტიონს ექცეოდნენ ასე. სუდად. გალაქტიონი შეუდარებელი პოეტია. საქართველოში კი არა. მქონდა საშუალება სხვა ენებზეც მეკითხა ლექსები, რომ ასეთი პოეტი იშვიათად თუ სადმე დაბადებულა, რომელიც ცხოვრობდა პოეზიით. ლექსებს კი არ წერდა და გამოსცემდა და ჰონორარს იღებდა, თუმცა ეგეც საჭიროა, რომ გაჭირვებული იყო თითქმის ყოველთვის. აგარ წერეთელივით ერთხელ ფურდმა ჩავყო ჯიბეში ხელია, ჩემო ძამიკო იცოდა. იმერელი იყო, ჩემო ძამიკო მთელი ცხოვრება ვეძებდა, ვერაფერი პოლიკრებში მაინც იყო რა. და მოსხლებილია დაცკოდა იუბორი კარგი და აი ესევე არ შევედრები ახლა მაინდამაინც დიდი მსვაუბრობ მორიდებულად ვიტყვი რომ ვიდრე ჩვენს გამოვთქვათ ქადაგებას აი ესე ითხზება ჩვენში ჩვენს ცნობიერებაში ყველა ეს მოვლენები არ უბრალოდ მოვლენები როგორც ესეთი ეს ნაკლებად უფრო განცდები შთაბეჭდილები საიდან ვიღებ ამას პირველ ყოვლისა მრევლთან ურთიერთობით ორი რამ აერთიანებს განსაკუთრებით ქადაგებასთან ერთად მოძღვარს მრევლთან პირადი საუბრები, ანუ გულის გახსნა მრევლისა, ეს საბერძნეთში დღემდე ათონსი და სხვა შემორჩილი. მეორე ეს არის აღსარება როგორც ასეთი. თუ ამას მოწყდება მოძღვარი, მრევლთან ცოცხალი კავშირი დაეკარგება. შეიძლება ამბიოდანაც ქადაგებას, მაგრამ ცოცხალი კავშირი აღარ ქონდეს. შეგრძნება მრევლისა. აი თქვენ რომ გითქვათ, ბევრ თქვენთაგანს რომ მამაო, სულ თქვენ გესაუბრებით ამ ნაკლზე, იმაზე კითხვებს გისვამთ, გონებაში ხარ, მე თქვენთან ავარ შვილი. სულ თქვენთან ავარ. ორი გზა მაქვს იმ დღესაც გითხრათ. ერთი მოდის სახლიდან ტაძარში, ორი ტაძრიდან სახლში. არც სურვილი მაქვს არაფერი. ჩემი ფიქრები, გრძნობები არის უფალთან და თქვენთან. იმიტომ რომ თქვენ სუფლისა ხართ. კითხულო, თარგმნი, ვლოცულო, მარტო ჩემი სარგებლობისთვის არ ვაკეთებ. თქვენ მყავხართ მხედველობაში, გუშინ დაღლილი რომ მივედი, აი თარგმნე ფილარეტიდან, ოქროპირიდან. თქვენთვის თარგმნე, მე ეს ორიგინალში შემიძლია წავიკითხო. და ასე შემდეგ. თავს კი არ ვიწონებ, ჯერ ერთმანეთი უნდა დავაფასოთ, ერთმანეთის შრომა, როგორც თქვენ ერთში ამბობთ ხოლმე. ასე რომ ვიღაცა მოვა ერთ ყურში შეუშვებს, გამოუშვებს, მეორე ყურიდან წავა ხელს ამიქნებს, ეგრე სად არის? უნდა შეირგო და შეიტყო შობელი, რითაც გასაზრდოებს. შენ გინდა უფრო მდიდარი ტრაპეზი, ამაღლებული სიტყვა, შენ ეს არ დაგვიშლია. ეს კარი არის შემომსვლელების, არის გამსვლელების. ბევრი წასულა აქედან თქვენზე კარგ მოძღვარს ვნახავ. ნუ ბევრი არა, მაგრამ რამდენიც იყო. ხო და ბევრი არის თუ ცოტაი არის, ფოლკლორში როა ნათქვამი, ბოლოს ისე ჩვენთან მოსულა. რატომ მეთქი ვეკითხები და ამბობენ ვერ ვნახეთ ასეთი სიმყუდროვე, რომელიც ამ ტაძარშია, არც წირვა მოწესრიგებული, არც ქადაგება
ზოგჯერ ცდება კიდე წირვა, რაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ამ რევში. და მე ხლა მივხვდი, რომ სიმკაცრე ჭირდება, სულ მოვეშვიო. ისიც აღარ მარხულო, ლოცვაც მეზარება და დრო დავინახე, რომ ვიღუპები დავბრუნდი უკან. ეს იცით დაახლოებით რა არის შედარება რო გავაკეთე. შვილს რომ მამის ხელი მოაკვდება. ხო იცით გამოთქმა როა, მამის ხელი უნდა იგრძნობოდესო. ქალმა სულ გადააყოლოს გული სული, მაინც ისე ვერ გაზრდის როგორც კაცი. ეს უნდა გქონდეს, რიდი, შიში მამის უნდა გქონდეს. აი ჩემთვის რა ვიღო, მამა ჩემი იყო სამართლიანი, მაგრამ იყო ძალიან კაცი. მისი ერთი სიტყვა, ჩემთვისაც, ჩემ დედმამიშვილებისთვის, დედაჩემს იყო კანონი. არ განიკითხებოდა ეს სიტყვა. და ესე ჰარი-ჰაროლოდ კი არ წარმოისრულდა, რა თქმა უნდა, განშიდა თავის თავში და გამომდინარე ჩვენი შესაძლებლობიდან. ოჯახშიც იყო წესრიგი. დღემდე შემორჩა ეს, ვერ ვიტან უწესრიგობას, ვერც ოჯახში და ვერც ეკლესიაში, დიდ ოჯახში. ან რად უნდა იყოს ქრისტეს ეკლესიაში, თუნდაც შენს ოჯახში უწესრიგობა. ადამიანში ღმერთმა ჩადო ჰარმონიულობის განცდა, სიმეტრიულობა, მშვენიერება, სილამაზე. არანაირი დისჰარმონია და არანაირი კაკოფონია. ეს სულში მაქვს ჩადებული. ჩემი სული ხარობს, როცა აქ სიმყუდროვია, როცა ამაღლებული მართლაც არა მარტო მოგვიწოდებს გალობელთა პირით ზეგვაქვთ გული, სულიწმიდა, არამედ გულები რომ აქვს აწეული ჩვენი უფლის მიმართ. ბევრისთვის ეს არის ყველაფერი. ბევრი მოდის აქ რომ ეს განიცადოს. საერთოდ ეკლესიაში მარტო ამ ეკლესიაზე კი არა ელაპარაკი. მისთვის უკვე დიდი ოჯახია ეკლესია. მას თავი ვეღარ წარმოუდგენა ვერც ღვთისა და ვერც მისი ეკლესიის გარეშე. უბედური იქნება, უბედურესი უფრო მეტიც. სიტყვა კი იქ შეწყვიტეთ. აი ესეთივე განცდები, თქვენთან საუბრების, პარაკლისე პანაშვიდები, ამდენი ავადმყოფობა, აი ახლა დღეს დილას მწუხარეთ მითხრა ერთმა ბრევმა დედაზე, რომელიც ასევე მრევლია ჩვენი სულიერი შვილები არიან, რომ ღვთისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. და მოვიდნენ პირველ ყოვლისა ეკლესიაში. აგერ მამა იოანემ პარაკლისი გადაუხადა ჯანმრთელობის. მეც დავიბარე, ასე არა უფროს, რომ დავიბარე პანტანასას ხატთან. ჩვენ მამა გაბრიელის ტაძარში რომ არის, რომ ნუგეში ცავცეთ და შევავედროთ, რომ განიკორმოს. ადრეული ეტაპია, არის იმედი, არ არის ესეთი ასაკოვანი, შეიძლება როგორც თქვენ ამოთხოვნით, გამოძვრეს ამ ავადმყოფობიდან. და რა არის შეუძლებელი ღვთისათვის? მოძღვარიც აესი ამ განცდებით, შთაბეჭდილებებით, განწყობილებებით ჩამოქმნის მერე ქადაგებას თუ სახარების საკითხებთან მისადაგებაში თუ წმინდა მამის სწავლებაში, ამა თუ სათქმებასთან თუ მანკიერების მხილებით და უკვე ჩვევა არის, რომ ყოველწლიურად ლოცვაზე არის ქადაგება მგლების მიერ აღესრულება და ოთხშაბათობით დაუმჯდომელზე ასევე საუბარ ქადაგებებია. მრავალი მოდიან და უფრო მეტად მოდიან სხვადასხვა სამრევლოებიდან ოთხშაბათობით. ისე როგორც დღესაც უცხო სახეებს ხედავ. ეს ბუნებრივია, ჩვენ ერთი ზეციური მამიშვილები ვართ. ჩვენ შორის დაპირისპირება და სხვადასხვა ტრადიციები და განსხვავებულობები მიუღებელი ჩვენი ეკლესიისთვის, საზოგადო საქართველოს არ უნდა იყოს. ამაზე უნდა იმშელოს მხოლოდ წმინდა სინოდმა. წმინდა სინოდი არის ჩვენი გონება. და გული ამ სინოდის არის კათოლიკოს პატრიარქი. გულთან ერთად გული გონიერი. სოლომონის სიტყვები რომ მიხარ. უნდა იყოს სრული შესაბამისობა ქრისტეს სწავლების, ტრადიციების, ჩვეულებების, ადგილობრივი დასვა. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს. ეკლესიაში ტრადიციების სიმრავლე მის სიმდიდრეზე მიუთითებს, მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ერთსა და იგივე ეკლესიაში სხვა ტრადიციები მეტად ურთიერთ დაპირისპირებული. აქ იგულისხმება საზოგადოდ ქრისტეს სხეული. მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიაში ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, ჩვენთან სხვაგვარი, სერბეთში სხვა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ესევე ჩვენ დღევანდელი შედარებით დაულაგებელი საუბარი მომდინარეობს ჩვენი შინაგანი განცდებიდან. საერთოდ სუბიექტივისტი ვარ. არ მიყვარს ჯოგური აზროვნება და ესე შემდეგ. ბავშვობიდან ვიყავი ინდივიდუალისტი. და მადლობა ღმერთს, რომ ბოლომდე გამოყვანა. ამას წლების განმავლობაში მიყალიბებდნენ გარემოებები თუ ადამიანები. ისე როგორც ჩვეულებას თუნდაც ცხოვრების, გნებავს, მოწესრიგების, გნებავს გადაგების და სხვა. ფუტკარი წარმოიდგინეთ საგვარეულო, თითქოს უმნიშვნელო წერი. რამდენს მიმოფრენ ზოგჯერ 10-ობით და შეიძლება 100-ობით კილომეტრზე. თაველებში, უღრან ადგილებში, რომ პატარა ბუტყო იპოვოს, ტვერი ამოსრუტოს და მერე მისცემ ღმერთმა მასაც აქვს ბუნებითი ნიჭი. მის ორგანიზმს ეს არაა სხვის ორგანიზმი. სუბლიმაცია, გარდასახვა ხდება მის ორგანიზმში და ვიღებ თავს.
ყვავილის მტრიდან ვიღებ თავს, რომელიც არის უტყდესი და შეუდარებელია მართლაც. ბულახtildeლად გეუბნები. აი ესევია მოძღვარი, რომელიც მრევლისთვის ამზადებს საუბარსა თუ ქადაგებას. მიმოჰქრეს სხვადასხვა მამებთან წმინდა წერილში, პატერიკულ მოთხრობებში, სუბიექტურ განცდებში, შთაბეჭდილებებში, აქედან ძერწავს საბოლოოდ ქადაგებას. ეს აუცილებელია. მოძღვარი არა მარტო უნდა ღვთისმსახურებდეს, არამედ პირველ ყოვლისა უნდა ქადაგებდეს. უფალმაც როცა წარგზავნა მოციქულები რა უთხრა, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართი და მერე უკვე თქვა ნათელსემდით, ჯერ უნდა ასწავლო და მერე უკვე ნათელსე თუ აზიარო და ასე შემდეგ. მას ოქროპირი ამბობს, რომ ვისაც სიტყვისა და სწავლების ნიჭი მიუღია სხვათა სარგებლობისთვის და მით არ სარგებლობს, იგი თავად ნიშს ღუპავს. ანუ მოეკითხება მკაცრად. მას შავწუდეთ ამ სიტყვებს, ვიდრე ჯერ კიდევ დროა შევიძინოთ ტალანტი, რამე თუ კი ვიზარმაცებ და უზრუნველად განვლით ცხოვრებას, მაშინ იქ თანაცნობას არავინ გაგვიწევს, თუნდაც სრებლების დინარეები დავღაროთ. შენი მხრივზე უფრო ღარიბი არ ახარ, წეგანულ ახსენეთ, არც პეტრესა და იოანესთან შედარებით წოდებით დაბლა, რომელიც უბრალო ხალხის წრიდან იყვნენ და განათლებული არ ყოფილან, მაგრამ სული წმინდამ გაამდიდრა სულყოფილობას. ამიტომაც მოგცა ჩვენ ღმერთმა ნიჭის სიტყვისაც, ხელიც მოგცა, ფეხიც და სიმტკიცე სხეულისა გონებას, გულისხმის ყოფაც, რათა ეს ყველაფერი საკუთარი და მოყვასის ხსნისათვის გამოვიყენოთ. სიტყვა ერთი მხოლოდ საგალობლებისა და სამადლობლებისათვის როდი გვესაჭიროება, არამედ სწავლებისა და ნუგეშინისცემისთვისაც. თუ კი ამგვარად სარგებლობთ მით, მაშინ უფალს ვექნებით მოშორნეთ. ხოლო თუ კი საწინააღმდეგოდ, ანუ არ ვისარგებლეთ ამ ღვთიური ნიჭებით, მაშინ ეშმაკი დაგვიმორჩილებს. შორს ჩვენგან. აი როგორც გალაქტიონი ამას რა გივახსენე, შორს მიწავ. ჩვენ ზეცისაგან შობილები ვართ და ზეცას უნდა ვესწრაფოდეთ. როგორც იობის წიგნში ნათქვამი, როგორც ნაპირწყალი, რაითა ერთობით. არა მარტო ამ წუთისოფელში, ამ წარე წუთისოფელში, არამედ ცათაშინა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.